მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა მობრძანებისათვის, მივესალმებით ჩვენს რეგიონებს. შეგახსენებთ, მაინც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთან ერთად ხაზზე სხვა ადამიანებიც არიან და ამ ლექციებში მონაწილეობას მხოლოდ თქვენ არ იღებთ. მე ვიცი, რომ ხაზი არის ქუთაისი, ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი, ზუგდიდისა და გორის უნივერსიტეტები, ვიცი რომ გვისმენენ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ხაზია თელავი, აბაშა, ქობულეთი, ასე რომ ძალიან ბევრი ვართ და ძალიან ბევრი მსმენელი ყავს. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც რეგიონებშიც ასევე განსაკუთრებული დისციპლინით იკრიბებიან ხოლმე ჩვენი ლექციების მოსასმენად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ მობრძანებისათვის, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე არის სუბსარქისის პერიოდი თუ ნასესხების პერიოდი, ქარი უბერავს, გუშინ გრიგალიც კი დაფიქსირდა ქვეყანაში, მაგრამ თქვენ მაინც აქ ხართ და დიდი მადლობა ამისთვის. დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს ჩვენ კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი სტუმარი არის ამ სახლის დირექტორი ბატონი გიორგი კანაშვილი. გიორგი, როგორც მე ვიცი და როგორც წავიკითხე ოფიციალურ გვერდზე კავკასიური სახლის, 2011 წლიდან ხელმძღვანელობს კავკასიურ სახლს, მანამდე კი 2004 წლიდან მოყოლებული იგი მუშაობს ამ სახლში მშვიდობის პროექტებზე, ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, ქართულ-რუსული დიალოგის პროგრამებში და ფორმატებში არის იგი ჩართული და თქვენ რომ გადართოთ ან Google-ში ჩაწეროთ სიტყვები ქართულ-ოსური დიალოგი ან ქართულ-აფხაზური დიალოგი ან ქართულ-რუსული დიალოგი, იცოდეთ რომ სადღაც აუცილებლად ერთ-ერთი პირველი ნახავთ ბატონი გიორგის ან ინტერვიუს, ან შეფასებას, ან სტატიას, ან რომელიმე კონფერენციას, სადაც ის იღებს მონაწილეობას, ასევე რომ როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კვირა, ეს სესია, მარტის სესია აფხაზეთის და ზოგადად კონფლიქტური ტერიტორიების თემატიკასთან დაგვეკავშირებინა, მაშინ ჩვენ ვიხელმძღვანელოთ ცნობილი ანდაზით, რომ თურაშაულის პატრონი არ უნდა ეძებდეს სხვაგან ტყეში პანტას, ჩვენ აქ ყავს ძალიან სერიოზული და ძალიან მაღალი რანგის ექსპერტები, ვისაც შეუძლიათ აი ამ საკითხების ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების შეფასება. და ბატონ გიორგის ხშირად არცალია ხოლმე, ძალიან დაკავებული ადამიანია, მაგრამ უარი ვერ გვითხრა, პატივი გვცა, ჩვენთან ერთად არის. დიდი მადლობა მას და 45 წუთი 1 საათი ეს მიკროფონი არის თქვენი, ველოდებით თქვენგან, ასე ვთქვათ, შეფასებებს და დამოკიდებულებებს აი ამ ორ კონფლიქტურ რეგიონთან ჩვენი ურთიერთობების თაობაზე, შემდეგ კი მოვისმენთ კითხვებს როგორც აქედან, ასევე რეგიონებიდან. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, ლევან. ქალბატონ თამარ, დაპატიჟებისათვის, წარდგენისათვის. მე შევეცდები თქვენთან ერთად დაახლოებით თუ კითხვა გექნება, მე როგორც ვიცი, მაინც უფრო ეს რეჟიმია, რომ ლექცია შემდეგ კითხვები, თუ მაინც რაღაცა დასაზუსტებელი იქნება, რაღაცა გაუგებრად იქნება ნათქვამი, გთხოვთ, არ არის პრობლემა, მომართეთ და შევეცდები, რომ ის მომენტი ვთქვათ გავშალო. ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ურთიერთობები მრავალ საუკუნეს მოიცავს, შესაბამისად ალბათ გაგვიჭირდება ყველაფერზე საუბარი. მე მაინც შემოგთავაზებთ ეს რეჟიმს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი წაკითხავთ, გინახავთ კიდევაც, ალბათ, მაგრამ მე მაინც ცოტას ვისაუბრებ ამ კონფლიქტის სათავეებთან. ყოველ შემთხვევაში არ წავალ პირველ რესპუბლიკაში და იმის იქეთ. დავიწყებ 90-იანი წლების ბოლოდან. მოვხაზავ იმას თუ დაახლოებით რამ განაპირობა აი ეს 90-იანი წლების ეს მოცემულობა. შემდეგ თქვათ რაღაც გარკვეული რეტროსპექტივის ამოვყვეთ ზემოთ და თანამედროვეობაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება დღე. რამ განაპირობა ის, რომ მოდით ეს შევხედოთ, დაიშალა საბჭოთა კავშირი, რღვევის პერიოდშივე გამოიკვეთა, რომ ეს რღვევა არ იქნება სუმთლად ისეთი მშვიდობიანი. პრინციპში ბევრი ექსპერტი და ბევრი ანალიტიკოსი და ისტორიის სოციოლოგი, ასე ვთქვათ, საუბრობს იმაზეც, რომ ამხელა იმპერიისთვის
ეს იყო საკმაოდ მაინც შედარებით რბილი დაშლა. იმიტომ რომ ძალიან დიდ ტერიტორიაზე და ბევრ ხალხებზე არის საუბარი და გვახსოვს რომ თუნდაც იგივე ყოფილი იუგოსლავია ბევრად უფრო სისხლიანად დაიშალა ვიდრე საბჭოთა კავშირი. სხვათა შორის ცოტა ვასწრებ მოვლენებს, მაგრამ დღევანდელი უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც საბჭოთა კავშირის დაშლის კიდე ერთი ეტაპი, ანუ არ არის დასრულებული ეს პროცესი. ძალიან საინტერესოა, ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. და თუმცა ეს დაშლა ზოგიერთი რეგიონისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა, მათ შორის კავკასიისთვის. რითი იყო განპირობებული ის, რომ მაგალითად ბალტიელებმა მიუხედავად იმისა, რომ თქვათ, არ ვიცი ბალტიისპირეთის ქვეყნებზე ხშირად საქართველოში საუბრობენ როგორც აი რაღაც მიუღწეվել როგორც ისეთი სამწუხაროდ მიუღწეվել მიზანზე საქართველოსთვის, რამ განაპირობა მაგალითად ბალტიის ქვეყნების შედარებით მშვიდობიანი ტრანსფორმაცია და რატო მოხდა ის საქართველოში ხდებოდა რაც სვაკვირდებით უკვე ბოლო 25 წელია, ხო? აი მოდ შევხედოთ, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენ კონტექსტში. ბალტიისპირეთის ეს სამი ქვეყანა, ერთი რომ ევროპული საზოგადოებები იყვნენ თვითონ, მეორე ევროპა მიიჩნევდა მათ ევროპელებად, საკუთარ ნაწილად, მაგალითად არასოდეს ისინი დასავლეთი ეს თქვათ არ აღიარებდა ბალტიას მოიხსენიებდნენ როგორც ოკუპირებულად, რაც არ იყო თქვათ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში იგივე მიდგომა არ იყო. ანუ ევროპელობა, თავისივე ევროპელობა, ევროპელების ჩათვლა მათ ევროპელობად და მესამე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი თუ ჩვენ ასე ვთქვათ ოკუპირებული, ანუ ჩვენ სახელმწიფოებრიობის გამოცდილება ქონდა ბევრად უფრო მცირე ვიდრე მათ. როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა, იქ იყვნენ ცოცხლები ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ საკუთარი სახელმწიფოებრიობა. ჩვენთან ეს არ იყო. ანუ ჩვენ საუბრობთ, როდესაც საუბრობთ თქვათ პირველ რესპუბლიკაზე, ხო, 18-21 წლებში, ეს არის ისტორიული მახსოვრობა და არა ინდივიდების მახსოვრობა. ეს არის თქვათ რომ ეს არსებობდა, მაგრამ ეს არავის არ უნახავდა. როგორც ორუელს ხშირად იმას შვებიან ხოლმე, მაგრამ აი როგორც ორუელში არიან ადამიანები, რომლებსაც წაშლილი აქვთ, ხო? რაც მეხსიერება იციან, რომ იქამდე რაღაც იყო, მაგრამ რა იყო? არ იციან. აი ეს მომენტები იყო იქ. თორე მე ვარ ნამყოფი, რა ქვია, ბალტიისპირეთში და ვერ გეტყვით, რომ ჩვენზე უფრო ნაკლები ნაციონალისტები არიან, ან და რუსებთან მიმართებაში მათი მიდგომები ბევრად უფრო ისეთი რბილი არის, რა. ჩვენ ისე სხვათა შორის არც თუ ისე ნაციონალისტები ვართ, მე თავიდან მეგონა, რომ ძალიან ნაციონალისტები ვიყავით, რა, იმიტომ რომ 90-იანი წლების გამოცდილება და ის რომ იმად დავეჯახეთ, ამად დავეჯახეთ, იძლეოდა იმის შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ ვართ ნაციონალისტები და ვერ ვახერხებთ სხვებთან ცხოვრებას. როგორც ჩვენ ყოფილ პრეზიდენტს უყვარდა თქვა, ნურას უკაცრავად. იმიტომ რომ ჩვენ გარშემო და თუნდაც იგივე ცენტრალურ ევროპაში ალბათ გექნებათ და არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში ჩახვალთ და მიხვდებით რა არის ნაციონალიზმი ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნო მისი გამოვლინებებით. მოკლედ, ამისგან განსხვავებით ჩვენ არ აყავდა პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ჰქონდა, ანუ აი გავიხსენოთ პიროვნებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინ იკავებს პოლიტიკურ სივრცეს, ხო? ეს არიან ისტორიკოსები, ეს არიან ყოფილი დისიდენტები, ეს სხვათა შორის უკვე ცოტა მოგვიანებით ყოფილი ნომენკლატურა, თუმცა იქაც იყო ცალკეული ელემენტები. ამ ადამიანებს ჰქონდათ ბრძოლის გამოცდილება, მაგრამ არ ჰქონდათ ჩენების გამოცდილება. შესაბამისად, დღეს თუნდაც მაგალითად ხშირად არის ხოლმე, რომ აი პოლიტიკოსების სხვადასხვა სახის კრიტიკა, არა მხოლოდ საქართველოში, ეს უნდა ვთქვათ, მთელ დასავლეთში არის პოლიტიკური კლასის გაღიზიანება, მაგრამ მაინც პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში ცხოვრობს, იხარშება, იცის რაღაცეები, სხვანაირად სწავლობს რაღაც სკილები, უნარები ჭირდება ამ ყველაფერს. არ მიყვარს მე თვითონ რაღაც ინგლისური სიტყვების გამორევა, მაინც და მაინც არ ვიცი თქვენთან როგორ არის ამ მხრივ. მოკლედ არ ყავდა ელიტა. უпростоრად ელიტა, რომელიც ყავდა, არ იყო მაინც და მაინც სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებული იმ კუთხით.
შესაბამისად, პირველი კონფლიქტები, რაც არ უნდა საინტერესო იყო, არ დაწყებულა, ანუ არ დავტაკებივართ ჩვენ თავიდან ეთნიკურ უმცირესობებს. დავეტაკეთ ერთმანეთს. პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა, ის სისხლიანი იყო ზუსტადაც ერთი და მეორე ბანაკ შორის, ხო? აი ძალიან ახლო იღვრიდნენ სისხლს ქართველები. ერთმანეთის სისხლს ერთის მხრივ იყო ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერები და მეორეს მხრივ ასე ვთქვათ ეს ისინი ამათ ხუნტას ეძახდნენ, ესენი მოკლედ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო. რა თქმა უნდა, იყო ვთქვათ ოსებთანაც პრობლემები, უკვე დაწყებული იყო პრინციპში კონფლიქტი. და ეგ ცოტა ოსებს აი ამ კომპონენტიდან დავიწყებ. ოსებთან მიმართებაში მე გამიგია იმ თაობის ხალხისგან, რომ პრინციპში საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ ქონდა არანაირი განცდა ამ მოვლენებამდე, რომ ოსი იყო ვიღაცა სხვა. ანუ დაახლოებით ისეთივე განცდა ქონდა, როგორც კახელი, იმერელი. ანუ არ იყო იმის ცოდნა, რომ ეს არის ეთნიკურად სხვა. აფხაზებისგან განსხვავებით, აფხაზებთან ბევრად უფრო რთული იყო ხოლმე ურთიერთობა. ოსები ძალიან კარგად იყვნენ ინტეგრირებულნი ზოგად ქართულ კულტურულ სივრცეში და ბევრისთვის აღმოჩენა იყო, როდესაც ზვიად გამსახურდიას ვთქვათ რიტორიკაში გამოჩნდა რაღაც ოსის ნეგატიური სახე. რა თქმა უნდა, იქ ალექსანდრე ყაზბეგთან არის ოსის არც თუ ისე პოზიტიური სახე, მაგრამ ეს არ იყო რაც გაბატონებული მიდგომა ოსებთან მიმართებაში. ისინი ძალიან კარგად იყვნენ ინტეგრირებულნი და მე ვფიქრობ, რომ ქართულ ოსური კონფლიქტი არის ალბათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიდი შეცდომა. ანუ აქ მე ოსებთან მაქვს ხშირი შეხება ძალიან დიდხანს დიდი მცდელობები უნდა ქონოდა, რომ მათთან კონფლიქტში შესულიყავი. იმიტომ რომ ვისაც ახსოვს ის პერიოდი, რა თქმა უნდა, მე დაიწყო ეგრეთ წოდებული კანონთა ომი, ანუ რაში იყო პრობლემა? საბჭოთა კავშირის რღვევასთან ერთად საქართველოს შერჩა, ასე ვთქვათ, სახელმწიფო უნიტარული მოწყობის, რომელშიც შედიოდა სამი ავტონომია. სხვადასხვა სტატუსის. შესაბამისად, განსაკუთრებით თბილისში ნაციონალისტური დისკურსის დასთან ერთად, ამ ავტონომიებში, რომლებიც ეთნიკური კომპონენტით შედიოდა მათ ამგვარ განსაზღვრაში, იყო გარკვეული შიშები უმრავლესობასთან მიმართებაში, ანუ საქართველოს ქართველებთან მიმართებაში. შესაბამისად, იქედან მოდით ესე ვთქვათ, ძალიან მარტივად და მე გავშალოთ. დაცულობისთვის ისინი საუბრობენ, მოდით ჩვენი სტატუსი ცოტა მოებატოს, თბილისს საუბრობა, დიდი ბოდიში ვერ მოებატება. იმიტომ რომ ერთ და მეორე ელიტასაც ყვებავდა შიშები. რას გულისხმობ ახლა შიშებში? ოსებს ეშინოდათ, რომ ნუ თუ ჩვენ ამ სტატუსს არ აუწევთ, შეიძლება ჩვენ პრობლემები შეგვექმნათ, მოგვიანებით თბილისს ეშინოდა, რომ კაი, ამათ სტატუსი აუწიეთ, ახლა მე აფხაზების სტატუსი აუწიეთ, ჩვენ ხო ყავს სხვა ეთნიკური უმცირესობები, აგერ სომხები არიან, აზერბაიჯანელები არიან, რომლებიც ბევრად ასევე კომპაქტურად ცხოვრობენ, ბევრად უფრო მეტნი არიან, ვიდრე აფხაზები და ოსები. იმათაც რომ მოითხოვონ, იმათ რა პასუხი გავცეთ და ასე შემდეგ. აი ამ შიშებმა პრინციპში განაპირობეს საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი რო არ ვილაპარაკოთ 90-იანებზე, განაპირობებს ის სურათი და პოლიტიკური ელიტის ყველა მხრიდან უმწიფურობა. ამ შემთხვევაში თბილისის, სოხუმის, ცხინვალის პოლიტიკური ელიტები ისინიც არანაკლები ნაციონალისტები იყვნენ, ანუ ესე არ იყო აქედან რაღაცა ბოროტება და იქედან სიკეთი. რა თქმა უნდა, ესეთი მარტივი მოცემულობები არ არსებობს არასოდეს. და ჩვენ მივიღეთ კონფლიქტის შედეგად იცით, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი დააზარალდა. შედეგი იმგვარი იყო, რომ ეთნიკურად ქართველების დიდი ნაწილი იყო განდევნილი ორივე ტერიტორიიდან. ძალიან ბევრი ოსი იყო და ამაზე ყურადღებას გავამახვილებ განდევნილი დანარჩენი საქართველოსდან. თქვენ არ იცით ამის შესახებ თუ არა, მაგრამ უფრო მეტი ოსი ცხოვრობდა დანარჩენ საქართველოში, ვიდრე ეგრეთ წოდებულ ცხინვალის რეგიონში ან სამხრეთ ოსეთში. ანუ უფრო მეტი აქეთ ცხოვრობდა, ვიდრე იქ. ეს ხალხი გაიქცა ზოგი ცხინვალში, ზოგი ვლადიკავკაზში და ასე შემდეგ.
მაგრამ გახსოვთ ხო 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა თქვა რომ პრინციპში დიდი არც არაფერი არ დაგვიკარგიაო ერთი ორ რამოდენიმეო მთა დავკარგეთო და ისა რა ქვია რაღაც ერთი ორი სოფელიო რაც სრულიად აცდენილია რეალობას იმიტომ რომ კოდორი წარმოადგენდა მთლიანი აფხაზეთის 30%-ს ტერიტორიულად. მოსახლეობა ცოტა იყო, იმიტომ რომ ისეთი ლანდშაფტია, რომ და სამხრეთ ოსეთში ახალგორი და ის ანკლავები, დიდი ლიახვის და პატარა ლიახვის ერთიანობაში დაახლოებით 40%-ს წარმოადგენდა იმ ტერიტორიის. ანუ არც თუ ისე ცოტა დავკარგეთ ტერიტორიულად 2008 წელს. ამაზეც ვისაუბროთ შემდეგ. რა სურათი შეიქმნა? შემდეგ კონფლიქტების შემდეგ, მას შემდეგ რაც ასე თქვა თბილისი ნაწილობრივ დამარცხდა იქაც და იქაც. ძალიან დიდი ხანი მიდიოდა მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, იქაც და იქაც არ მინდა რომ გამორჩეს რუსეთის წვლილი არც თუ ისე მცირე იყო. თუმცა არც იმ ხელა, რამ ხელაზე ჩვენ ვსაუბრობთ. ანუ და არც თუ ისე პირდა 2008-გან განსხვავებით ცოტა სხვაგვარი იყო მისი ჩართულობა. ანუ აფხაზეთის შემთხვევაში ეს იყო ჩრდილოკავკასიელი, ვთქვათ, მებრძოლების სახით, კაზაკების სახით, სამხედრო კომპონენტი იარაღის გადაცემის სახით და უმაღლეს დონეზე ასე ვთქვათ, რაღაც მართვა მიდიოდა სამხედრო კომპონენტის დაგეგმარება. ცხინვალის მიმართულებითაც დაახლოებით იგივე, თუმცა ჩრდილოეთ კავკასიელებს იმდენად არ მეუღიათ მონაწილეობა. აკიდე სხვა რაღაც ნათესაური მომენტები შემოდის, იმიტომ რომ ვთქვათ, აფხაზებს თუ ბევრად უფრო მეტი ნათესავი ყავს ასე ვთქვათ. ჩრდილოეთ კავკასიაში, ალბათ ამ ჩრდილოეთ კავკასიურ კომპონენტზე არ ვიცი თქვენ ლექცია გქონდათ უკვე თუ არა. ვიდრე ოსები ნათესავები ასე ვთქვათ პირდაპირი არიან მხოლოდ ჩრდილოელი ოსები. შემდეგ უკვე ძალიან დიდხანს მიდიოდა მოლაპარაკებები და ისევ ანუ აი მუდმივად ახლა შეიძლება გაზდევდეს ამ ჩემ ლექციას ერთი საკითხი. მაგალითად კონფლიქტის დროსვე აფხაზები მზად იყვნენ თქვათ ფედერაციაზე. ჩვენ ფედერაციაზე არ ვიყავით მზად. მოგვიანებით აფხაზები მზად იყვნენ კონფედერაციაზე, ჩვენ ამბობდით არა კონფედერაცია, ჩვენ არ. აი ესე მიდიოდა მუდმივად რაღაც ერთი ნაბიჯით უკან ვიყავით ხოლმე. და იყო ესეთი კაცი, ძალიან ცნობილი რუსი დიპლომატი, რომელიც პრემიერ-მინისტრიც იყო. დაიბადა და გაიზარდა ეგ ძალიან ახლოს ვორონცოვზე. აი ხოსის მეზობელი არის. იყო ევგენი პრიმაკოვი ლენინგრადის ქუჩაზე ნახავთ მის მემორიალური დაფა მე მგონი არის თუ არ არის არ ვიცი, მაგრამ იყო ესეთი კაცი, რომელიც დადიოდა არძიმბას ხან ძალით შეახვედრებდა შევარდნაძეს ასე შემდეგ და ნუ რაღაც სულ ბოლო მომენტში ეს მოლაპარაკებები ჩავარდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ ხან ერთი მხარე არ იყო მზად კომპრომისზე, ხან მეორე მხარე არ იყო კომპრომისზე. აი ამ პირობებში ჩვენ დავთანხმდით სხვათა შორის იმის იმედად, რომ რუსეთი მოგვიგوارებდა კონფლიქტებს, დავთანხმდით SNG გახსოვთ ხო ალბათ, ეხლა ნაკლებად DST-ში გავწევრიანდით ის ბაზები, რომლებიც იყო საქართველოს ტერიტორიაზე, მათ განუხანგრძლივეთ 25 წელი ყოფნა აქ. მოკლედ დიდი იმედი ქონდა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ჩვენ ამ ტერიტორიებს დაგვიბრუნებდა. სხვათა შორის იმაზეც დავთანხმდით, რომ ძალოვან მინისტრებს მოსკოვი გვინიშნავდა. შეიძლება პირდაპირ თქვა, თავდაცვა, უსაფრთხოების, მაშინ უშიშროების მინისტრი და ასე შემდეგ. ყველა ეს ამ პირდაპირ იქიდან ინიშნებოდა, ან შეთანხმებით. შევარდნაძე ათანხმდა, შეიძლება ეს დავნიშნო. კაი, ეს გვაწევს, აი ეს არ გვაწევს. და ქართველი დიპლომატებისგან ვიცი, რომ მაგალითად, როდესაც
შევარდნაძე იჯდა, ცოტა სხვა საკითხზე გადავდივართ, მაგრამ მაინც საინტერესო დეტალები არის ესეთი ხან აი კანცელარიაში იყო და მივიდოდნენ ხოლმე რაღაც საკითხი თუ იყო მნიშვნელოვანი და უნდა დაეწყო ლაპარაკი და ესე ხელს თურმე ესე გააკეთებდა ესე რომ აქ არაო. ანუ წარმოიდგინეთ რა მდგომარეობა იყო რომ ქვეყნის უმთავრესი ყველაზე ნომერ პირველი ადამიანი ვერ გრძნობდა თავისუფლად საკუთარ კაბინეტში თავს. იმიტომ რომ იცოდა რომ მას აკონტროლებდა. ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მდგომარეობას აჩვენებს ძალიან კარგად მაშინ და თუნდაც იგივე უსაფრთხოების სტრუქტურების მუშაობას და რუსეთის დომინანტ როლს და ასე შემდეგ აი იმ პერიოდში. მოკლედ იქ ბევრი რაღაცა იყო ამ წლების განმავლობაში სანამ სააკაშვილამდე მოვედით, მაგრამ პრინციპში ორი რაღაცას გამოვყავდი. აფხაზეთის მიმართულებით ისე მოხდა, რომ მოსახლეობის ნაწილი დაბრუნდა იქ და დღემდე ცხოვრობს, გალის მოსახლეობას გულისხმობ. ანუ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ 259,000 ქართველი ცხოვრობდა აფხაზეთში. აქედან სადღაც 40-დან 55,000-მდე დაბრუნდა. დანარჩენი დევნილობაში არის და პრინციპში სააკაშვილამდე შევარდნაძე ხშირად მიმართავდა ეგრეთ წოდებულ პარტიზანულ მიდგომა იყო წნეხისათვის სოხუმზე. მე რაც ვიცი, ყოველ შემთხვევაში აფხაზებს ხშირად უთქვიათ, რომ გალში უფრო ბევრი აფხაზი დავკარგეთო ვიდრე ომის დროსო. თითქმის იგივე რაოდენობა 3,000 აფხაზი იყო მოკლული აფხაზეთის ომის დროს. აქედან თქვათ მეომარი შეიძლება იყო 1000-დან 1500 კაცამდე, შეიძლება მაქსიმუმ. დაახლოებით 1000 ჯარისკაცზე არის საუბარი აფხაზზე, რომელიც გალში იყო მოკლული ქართველი პარტიზანების მიერ. ამას თქვათ ძალადობით, ხო, იქედან შემდეგ მიდიოდა მოსახლეობის დაციოკება, გამოქცევა, პერიოდულად დაბრუნება და ასე შემდეგ. უფრო სტაბილური ვითარება იყო ცხინვალის მიმართულებით. აქ დღეს მაგალითად ახლა ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ ცხინვალში ჩახვიდეთ? მე მგონი არა. აი 2008 წლამდე 2006-7 წლების ჩათვლითაც კი ძალიან ბევრი ქართველი რუსეთში მიდიოდა ცხინვალის გავლით, იმიტომ რომ უფრო ახლოს იყო ვიდრე ლარსი. გახვიდოდი, გაივლიდი თუ რაჭაში. კი, რაჭაში მიდიოდნენ და ასე შემდეგ. ანუ ერგნეთის ბაზრობა ალბათ გახსოვთ, ხო? ხშირად გაგიათ, ანუ ძალიან ბევრი კონტაქტები იყო და რაღაც თვალსაზრისით მე თუ ამაზე კვლევას არ რაღაც საწარმოებთ, დნესტრისპირეთში არის დაახლოებით იგივე სიტუაცია მოლდოვეთი, არ ვიცი ხან ესე. მოკლედ მოლდოვეთში იგივე კონფლიქტია, მაგრამ რჩება კონფლიქტი, პოლიტიკური კონფლიქტი, მაგრამ თქვათ რაღაც ის შემადგენელი ადამიანური ურთიერთობები ბევრად უფრო ნორმალურია და შეიძლება ვიღაცა ცხოვრობდეს აი ვიღაცა რო ცხოვრობდეს ცხინვალში და თბილისში რო სამუშაოდ რო ჩამოდიოდეს და მე საღამოს რო ცხინვალში რო მიდიოდეს. ხო, ერთის მხრივ ხო კონფლიქტი ისე რჩება, მაგრამ მოიცა ცოტა ის ფილოსოფიურად თუ შევხედავთ, თუ შენ შეგიძლია იმუშაო, ისწავლო, გადაადგილდე და ეს კონფლიქტი შენ გარდა პოლიტიკური რაღაცა კითხებისა, სხვა ტიპის პრობლემას არ გიქმნის, ალბათ ესე ჯობია ვიდრე ის მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს. სააკაშვილის მოსვლასთან ერთად სიტუაცია იცვლება მნიშვნელოვნად. რატომ? 2004 წელს, როდესაც სააკაშვილი მოვიდა, გახსოვთ გვერდ პირველი ვარდების რევოლუცია თბილისში, ძალიან შემდეგ მართლა წარმატებული აჭარის დაბრუნება. უпростоრედ ადგილობრივი ფეოდალის გაბუმზულება იქედან ასლან აბაშიძის და მართლა ყველას ჰქონდა განცდა, რომ იქ შეიძლებოდა ასე ვთქვათ, ტყვია გავარდნილი იყო და ცუდად დამთავრებული იყო, მაგრამ სხვათა შორის ორივეგან ძალიან საინტერესო როლი ითამაშა მაშინდელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა, რომელიც ჩამოვიდა და ჯერ შევარდნაძე წაიყვანა სახლში და მერე ასლან აბაშიძე რუსეთში
მაშინ რუსებს გონდა გაცდა, რომ სააკაშვილთან მოლაპარაკება შეიძლებოდა და ამის ამ პრობლემების მოგვარებისთვის იგი იქნებოდა ლოიალური მოსკოვისადმი. მართლაც პირველი ვიზიტი სააკაშვილმა განახორციელა მოსკოვში. ერთი რამოდენიმე ჩეჩენიც აქედან გადასცა. მე ძალიან რომ ვიცავდით, დაახლოებით 6-7 კაცი არის საუბარი, რომლებიც მას შემდეგ გაუჩინარდნენ. და როგორც ავის დროზე ბუშმა ჩახედა პუტინს თვალებში და აღმოაჩინა ძალიან სათნო ადამიანი, დაახლოებით იგივე გააკეთა 2004 წლებში სააკაშვილმა. რო ჩამოვიდა, მას შეექმნა გარკვეული ილუზია ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ ცხინვალსაც დაახლოებით ისევე მოაგვარებდა, როგორც აჭარას. და დაიწყო რითი. თქვენ არ ვიცი რამდენად გახსოვთ, ლევანს მე მგონი ახსოვს, ალბათ თამარს ემახსოვრება და სხვებს, ფქვილების, ფქვილი რაღაც და არ ქვეს ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული შტურმი. რა იყო პრობლემა? მაკარონი რაღაცა რომ თითქოს ახლა იქ მაკარონი. მოკლედ და იქნებოდა ესეთი რაღაც განცდა, რომ იქ ელიტა არის კორუმპირებული და ცუდი, მაგრამ აი ხალხს უნდა ქართველებთან ერთად ცხოვრება, ამას არ აძლევენ და აი ამ კომპონენტს მოვაშორებთ, ანუ იგივე მოდელი მან დაუშვა შეცდომა, მას ეგონა რომ იგივე მოდელი იყო, როგორიც აჭარაში, იმიტომ რომ აჭარაში მართლაც ეთნიკური შემადგენელი ამ კონფლიქტს არ ქონდა, ეს კონფლიქტი იყო სხვა ტიპის და ცხინვალში მაინც ამ ყველაფერს ქონდა ეთნიკური შემადგენლობა და 2004 წელს აი პირველი მსხვერპლი გაჩნდა ცხინვალში კონფლიქტის შედეგად, მაშინ რამოდენიმე ჯარისკაცი, მე მგონი 19 ადამიანი დაუკარგეთ ჩვენ და იქედანაც იყო მსხვერპლი. შემდეგ იცვლება პოლიტიკა, საქართველოს პოლიტიკა და მართლაც ძალიან ბევრ რაღაცას თავაზობდა თბილისი, ცხინვალსაც და სოხუმსაც. ალბათ შეიძლება გახსოვთ, რომ ვიცე-პრემიერის, რაღაც ვიცე-პრეზიდენტის პოსტები, ასე შემდეგ, რაც დაახლოებით 2 წელი გაგრძელდა ეს შეთავაზებები და შემდეგ უკვე აქცენტი გაკეთდა, იმიტომ რომ არ უყვარდა ახლა მე გონია რომ საკმაოდ წაკითხვადი იყო, ასე ვთქვათ, მის შემდეგი ქმედებები, იმიტომ რომ სააკაშვილი იყო მაინც მოქმედების კაცი. მას არ უყვარდა, ანუ რო შევხედოთ, ხო, ყველა ის რეფორმა, რომელიც რაღაც მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა, იყო ისეთი სწრაფი რა, ანუ პოლიციის რეფორმა, რაღაცა. როგორც მივდივართ უფრო ფუნდამენტურ საკითხებზე, ეგრევე ბორძიკი იწყება, ხო, ეს განათლების სფერო არ არის მაგალითად ისეთი საკითხი, რომელსაც ხო ორ კვირაში პატრულს ტრეინინგს ჩაუტარებ და ხო ორ კვირაში შეიძლება პატრულს ტრეინინგი ჩაუტარო, არაა პრობლემა, ამ ორ კვირაში და ორ თვეში და 1 წელი და შეიძლება მეტი ჭირდებოდეს იმის დაგეგმას, რომ კარგად მოიფიქრო რა ტიპის განათლების სისტემა გაქვს ასაშენებელი, რა ინსტიტუტი, რა უნდა განავითარო, საითკენ წახვიდე, ეს ბევრად უფრო ფუნდამენტური. თუ დავაკვირდებით სააკაშვილის ხელისუფლებას, ყველგან იქ სადაც იყო ესეთი ხისტის სწრაფი ნაბიჯები გადასადგმელი, ხშირად წარმატებული იყო, მაგრამ როგორც ფუნდამენტურ საკითხებზე მივდგებოდით, იქ უკვე იქმნებოდა გარკვეული პრობლემები და კონფლიქტები, ჩვენი კონფლიქტები, იმდენად გრძელი ისტორია აქვს ამ ყველაფერს, ხო? რომ ესე მალე ვერ წყდება, ამას უნდა ძალიან ისეთი მუშაობა, დიპლომატია, აქეთა ნაწილის განვითარება, წნარად, მშვიდად. ეს არ იყო მისი სტილი. ეს არ იყო მისი სტილი და მე მგონი დაუშვა მაშინ ფატალური შეცდომა, გულისხმობ იმას, რომ ის წავიდა უფრო მილიტარიზაციის გზით. გახსოვთ ახლა ბატონი ოქრუაშვილის გამოთქმები, ვთქვათ, სანამ ის იყო თავდაცვის მინისტრი, რომ ახალ წელს ცხინვალში შევხვდებით და რაღაცა ესეთი გამოთქმი რუსული ისეთ ტანკებზე იძახდა, რომ რაღაცა ჯართიო და ისაო და ისაო. და მოკლედ, ანუ იყო გარკვეული ეიფორია, ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი არმია თებს გადადგავს მოსკოვამდე ჩავა. მართლა იყო ესეთი განწყობა. რაც იქმნებოდა
ბევრი საშუალებით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ მათ დაიჯერეს ეს. თვითონაც ჯეროდათ ამით. ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი მათ რაღაც მონუსხვა დანარჩენი მოსახლეობის, მათ ამით ჯეროდა. მაგრამ გარდა ამისა, რა მომენტი არის ძალიან საინტერესო, მარტო ის კი არ არის, ანუ რატო დაუშვეს ეს შეცდომა? იგივე ტიპის მთავრობა აი დღეს 2017 წელს ამგვარ შეცდომას დაუშვებდა, მე მგონი არა, რატო? ძალიან საინტერესო არის თვითონ რუსეთი. და ფუნდამენტურად განსხვავებული 2006-7 და 8 წლის და 2017 წლის. როგორი იყო რუსეთი 2006-7 წლებში? რუსეთს იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცეების გასაგებად. რა ხდება რუსეთში, ხო? იშლება საბჭოთა კავშირი 90-იან წლებში, ხო? ომები, შიდა ომები, პრობლემები, ელცინის მთავრობა, რომელიც ჩაფლული არის კორუფციაში, ვერ აკონტროლებს, ანუ სახელმწიფო არ ფუნქციონირებდა რა ფაქტიურად. შემდეგ მოდის ბატონი პუტინი, რომელიც ამ ყველაფერს კრავს. რა თქმა უნდა, იქ დემოკრატიას და რაღაცებზე საუბარი რთულია. კრავს ამ ყველაფერს და ნუ თვითონ ამბობენ, ნუ იმეებიდან, რა ქვია, მუხლები და რა ქვია, ისკალენი, ხო, თუ მოკლედ მუხლები, დაჩოქილები, ხო, და რუსეთი დგება, ეს რაღაც ესეთ სიმბოლოა, უყვართ ხოლმე მათ, რომ აი დგებით და უკვე ითხოვს პატივისცემას დანარჩენებისგან, ანუ მისი ეგრეთ წოდებული მიუნხენის სიტყვა, სადაც ის ამბობს, რომ ჩვენ თქვენ მოგვატყუეთ, დაგვაშლევინათ დიდი ქვეყანა SSR-ზე, საბჭოთა კავშირზე ამბობს, შეგვპირდით, რომ ნატო არ გაფართოვდებოდა, ევროკავშირი არ გაფართოვდებოდა, ყველაფერი ეს ფართოვდება ჩვენ ხარჯზე, ყოფილი რესპუბლიკებსაც მოადექით, იგულისხმება უკვე საქართველოს და ასე შემდეგ. და ეს მთელი ხაზი ჩვენ არ დაუშვებთ ნატოსა და ევროკავშირის გაფართოვებას. უფრო ნატოს ხმარობდა, მაშინ ევროკავშირზე ნაკლებად იყო საუბარი. ბევრს ეგონა ეს ბლეფი. რატო? იმიტომ რუსეთს არ ქონდა ნაომარი მის საზღვრებს გარეთ ძალიან დიდი ხანი. ან ქონდა ნაომარი ჩეჩნეთში. კი, ან ბევრს ეგონა რუსეთი ვერ გაბედავდა მის საზღვრებს გარეთ ომს. და დიდი ხანი ეს განცდა იყო, იმიტომ რომ ახლა არ იყო. ეხლა ჩვენ ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს, მე მგონი საერთოდ არ იფიქრებდა სამხედრო შემადგენლობაზე, იმიტომ რომ ხო ნახეთ ხო რა ხდება უკრაინაში, უკრაინას თავიდანებით. სირიას როგორ ძალიან ეფექტური იყო, სპეციალურად იყო გაკეთებული, თუ გახსოვთ, თქვენ სირიის კონფლიქტში რუსეთი რო ჩაება, პირველი კადრები რაც იყო, კასპიის ზღვიდან რო ბომბავენ, იმეებით, რა ქვია, რაკეტებით იქეთ, ხო? ანუ რისთვის იყო გაკეთებული ახლა იმ რაკეტებს სხვათა შორის მე დავინტერესდი. არაფერი განსაკუთრებული დიდი ეფექტი ვთქვათ არა აქვს, ვთქვათ იქედან რო ისროდება. ეს იყო PR ელემენტი რა, ანუ ჩვენ შეგვიძლია მოგწვდეთ ყველას და ყველგან და იქედანაც და აქედანაც და ასე შემდეგ რა. ეს განცდა 2006-7-8 წლებში არ იყო. ბევრს აქ ეგონა რომ ამ პრინციპში რუსები ვთქვათ ვერ გაბედავენ რაღაცეებზე წინააღდგომას და ამას რა თქმა უნდა კულტივირებას თვითონ რუსეთიც უკეთებდა. იმიტომ რომ მოსკოვში ბევრი ქართველი ცხოვრობდა და ბევრ რუს დიპლომატთან და ასე შემდეგ ჩვენ დიპლომატიასაც და შესაბამის სტრუქტურებებსაც როგორც ჩანს ურთიერთობები ჰქონდა და მუდმივად მოდიოდა ეს ვთქვათ სიგნალი რომ პრინციპში ცხინვალთან მიმართებაში ჩვენ ახლა აი აფხაზეთს არ შეეხოდა ცხინვალის მიმართებაში თუ რაღაც ძალისმიერი ნაბიჯები იქნება ვიცით რომ ისინი ცუდად იქცევიან ჩვენ შეიძლება გვერდზე გავიწიოთ და უცბად თუ რაღაცას მოაგვარებთ ჩვენ ასე ვთქვათ წინააღმდეგი არ ვიქნებით. აი ამგვარი ნარატივი იქიდან მოდიოდა, მაგრამ ჩვენ მე მგონი წამოვაგეთ მაშინ პროვოკაციაზე რბილად რო ვთქვათ. და დანარჩენი შემდეგი ისტორია თქვენ კარგად იცით. რატო
მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რუსეთს არ ქონდა ნაომარი მის საზღვრებს გარეთ მაგ პერიოდში, რატო მაინც არ ღირდა, ანუ რატო შეიძლებოდა მიმხვდარიყო, ასე ვთქვათ, გონიერი ადამიანი მის ამ ნაბიჯებს, მე რამოდენიმე კომპონენტ ჩავთვლი. იმათი ლოგიკიდან, რუსეთის ლოგიკიდან. ეხლა მაშინ რომ ჩვენ სასარგებლოდ რო გადაწყვეტილიყო, თქვათ, ოსეთის ამბები. ვინ ტყოდა? მოდი ის პირდაპირ ვთქვათ, ვინ ტყოდა მიშა ცუდიაო. გახსოვთ პირველი დღეები რა ეიფორია იყო? ერთი სოფელი, ორი სოფელი, სამი, ოჩახ ჩვენი ბიჭებია. რო დასრულიყო წარმატებით. რა მოხდებოდა შემდეგ? დიდი, ასე ვთქვათ, ანალიტიკოსობა არ უნდა ამას. იგივე აფხაზეთის მიმართულებით აზერბაიჯანი დაძრავდა ჯარებს ყარაბაღისკენ და ჩრდილოეთ კავკასიაში კიდე იტყოდნენ, რომ ეს გეუბნებით, აი ადგილობრივ, აი აქვე განზომილება. ჩრდილოეთ კავკასიაში კიდე იტყოდნენ, რომ ეს რუსები რაღაცა დასუსტებულები არიან, მე მგონი, it's right time. კაი დროა ახლა რაღაცების საკეთე. ანუ იქედან რომ შეხედავ, ხო, საკმაოდ გასაგები ხდება, რომ როგორც ამას უშვებ, ეგრევე იწყება ისეთი პროცესები, რომელთა მოტრიალებაში ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა გჭირდება, ვიდრე თქვათ, რომ ვიდრე ის რაც მოხდა. ანუ პრინციპში რუსეთის ლოგიკა ჩემთვის ახსნადი და გასაგებიერი და ამაზე უნდა ვისწავლოთ და დასკვნები გამოვიტანოთ. ეხლა დღეს რა ხდება? და ხშირად გვაქვს საუბარი იმაზე, რომ აი ისევ კიდევ ერთ რაღაცა ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, გუშინ იყო, რომ ცხინვალის რაღაც ოსეთის ეგრეთ წოდებული ჯარები და ისა ერთიანდება რუსეთის ჯარებთან და ასე შემდეგ და ყოველ ჯერზე ჩვენი ჟურნალისტები, ბოდიში ჟურნალისტებს აღმოჩენას აკეთებენ ხოლმე, რომ აი რაღაცა ხდება და მე როცა მომართავენ, მეუბნები რომ ხალხნო ხო კითხულობთ. ჩაიხედეთ იმ ხელშეკრულებებში, რომელზეც არის საუბარი, ხო? 2014-15 წლებში გაფორმდა ორი ეგრეთ წოდებული ხელშეკრულება. არ ვიცი რამდენად გახსოვთ, ცხინვალთან ერთის მხრივ და სოხუმთან მეორეს მხრივ, რომელიც საუბრობს, რომელიც ყველა ნაბიჯი, რაც ახლა იდგმება, პრინციპში იქ არის გაწერილი. რას ნიშნავს ეს? რას აკეთებს რუსეთი იქ? 6 წელი არის რუსებთან მაქვს ურთიერთობა ძალიან აქტიური და მინდა გითხრათ, რომ ფორმულა დავირაინო პრავირაი მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში, მათი მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პრინციპში ცხინვალში ყველაფერს აკონტროლებენ და სოხუმში მთლად ისევერა როგორც უნდათ, მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში ყველაფერს აკონტროლებენ, ისინი ცდილობენ, რომ კიდევ უფრო გააკონტროლონ. და ყველანაირად იყოს და ეს ანექსია სიტყვა რო არის, მე თავიდან ცოტა სკეპტიკურად უყურებდი, მაგრამ de facto ყველაფერი, აი საბოლოო, კანონმდებლობა, საჯარისო ნაწილები, ერთადერთი ალბათ დაუტოვებენ რაღაც პოლიციურ ფუნქციებს და შემდეგ შეიძლება ცოტათი გახსნან თბილისთან მიმართებაში. იმიტომ რომ ის უკვე ყველაფერს გააკონტროლებენ, მე შეიძლება ცოტა ვაჭრობა, ცოტა ისა, იმიტომ რომ შევხედოთ რა მომენტი არის, რა ძალიან საინტერესო. არა გვაქვს ისა რუკა, მაგრამ ხო იცით ყველამ საქართველოს რუკა. აი ცხინვალში რო დადგეთ, რომ გაიხედოთ და გამოიხედოთ, ყველა მიმართულებით არის საქართველო. ერთადერთი უკან არის საკმაოდ სხვათა შორის მაგნაწილში საკმაოდ მაღალი არის კავკასიონი. და ერთი ეს ტუნელი გაკავშირებს სხვას. დანარჩენი ყველგან არის საქართველო. გაიხედები, აქეთ ქართველები არის, იქეთ ქართველები არის. ყველგან არიან ქართველები. შესაბამისად, რუსები ძალიან კარგად გრძნობენ იმას, რომ როგორცვე კონტროლი ცოტათი შესუსტდება, თუ ჭკუით მოიქცევა თბილისი, ერთი რამოდენიმე თვე თუ არა, 1-2 წელი უნდა, რომ ცხინვალი აი გამოჩნდა.
რომ ცხინვალი ისევ მოიხარშოს ქართულ, ასე ვთქვათ, ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში და ასე შემდეგ. საითკენ წავლენ, ხო? ანუ იქეთ ტუნელიდან რო გადიხარ, პირველი დიდი ქალაქი არის ვლადიკავკაზი. ხო, ვლადიკავკაზი კი ვარ ნამყოფი ორჯერ, მაგრამ ნუ თბილისი თან მაინც ვერ მო. ვლადიკავკაზში რომ მოხვდე, რამოდენიმე საათი გჭირდება. შეიძლება 1-2 დღეს დაგჭირდეს თუ რაღაც პრობლემები არის გეოგრაფია, ანუ თოვლი რაღაცა. თბილისში აგერა იცით რა ახლოს არის? ძალიან ახლოს არის. ძალიან მარტივად ხვდები თბილისში. გორზე არაფერს არ ვლაპარაკო. ანუ აი ეს არის მიზეზი იმისა, რატო კეტავენ რუსები, თქვა სამხრეთ ოსეთს მაქსიმალურად და იმდენად არ კეტავენ აფხაზეთს. ნუ იქ კიდე სხვა რაღაც საკითხები არის აფხაზეთთან მიმართებაში. ხა არჩევნებზეც იყო საუბარი, ახლა არჩევნები იქნება, მინდა გული დაგწყვიტოთ იმ კუთხით, რომ პროქართული ძალები იქ პრინციპში არ არიან. მაგრამ არიან სხვადასხვანაირი ძალები, რომლებსაც საქართველოსთან, ქართველებთან, ადგილზე მაცხოვრებელებთან აქვთ განსხვავებული დამოკიდებულებები. მაგალითად, გალის მოსახლეობასთან მიმართებაში სხვადასხვა დამოკიდებულებები აქვთ, ხო? ზოგი ამბობს, რომ მან ეს თქვა უფრო ევროპული დამოკიდებულება აქვთ, რაღაც მულტიკულტურალიზმის, თუმცა ევროპაში ხდება ამ კონცეფტის გადახედვა დღეს. საუბრობენ, რომ გალელები არიან ჩვენი მოქალაქეები, უნდა მივცეთ პასპორტები, აფხაზური პასპორტები, ჩავრთოთ, ისწავლონ სოხუმში, ინტეგრაცია უნდა მოხდეს ამ ხალხის და ასე შემდეგ. მეორენი ამბობენ, რომ მეც რა, ყველაფერი კაია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ საქართველოს პასპორტები აქვთ მაგათ. მართლა აქვთ გალელებს, ყველას აქვთ საქართველოს პასპორტები. ესე იგი, რა შვები ჩვენ მაგით პასპორტებს რო ვაძლევთ, არ ღვევთ საკუთარ კანონმდებლობას? ანუ მათი კანონმდებლობით არ შეიძლება ორმაგი მოქალაქეობა შეიძლება მხოლოდ რუსეთთან გქონდეს. ეს რა გამოდის, რომ ვარ ღვევთ ჩვენ კანონმდებლობას? მე რა გამოდის, რომ აიღებენ აფხაზურ პასპორტებს, პოლიტიკაში მონაწილეობას მიიღებენ. ვაი და ვიღაცა თავისი კაცი გაიყვანონ იმაში, რა ქვია, ხელისუფლება. ანუ ბევრად უფრო ისეთი შეშინა. ამიტომ იყო, რომ ხაჯიმბა ჩამოართვა მაგალითად პასპორტები ამ ხალხს. ამიტომ იყო, რომ ხურავენ დახურეს ეს გადასასვლელები და ასე შემდეგ. 45 წუთი კი გავიდა ამასობაში, მაგრამ ბევრი საკითხი დარჩა ისეთი შეუხებელი. და თან არ ვიცი, რომ რა დონეზე სიღრმეებში წავიდე, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ძალიან სიღრმე. დიდი მადლობა ბატონ გიორგი შესანიშნავი მიმოხილვისათვის. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი დასვა, მგონი ამას თქვენ შეამჩნევდით, ხო ბატონმა გიორგი? მე მაგალითად ძალიან მენიშნა და ამ აზრს ალბათ ბევრი გავიზიარებთ, თან სრულად გავიზიარებთ, რომ ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოჩნდებით ხოლმე აი ამ კონფლიქტის დინარებას და მიმდინარეობას, ხომ? როდესაც ჩვენ შეგვეძლო, რომ ამ ხარებთან გვესაუბრა გაფართოებულ ავტონომიაზე და ისინი ამ პირობას თანხმდებოდნენ, ჩვენ მაშინ ეს რაღაცა ნაციონალიზმი გვიტევდა ხოლმე. როდესაც უკვე ისინი მზად იყვნენ ფედერაციაზე ესაუბრათ, ჩვენ გაფართოებულ ავტონომიაზე ვესაუბრებოდით. როდესაც კონფედერაციაზე წამოვიდა გარკვეული წინადადებები, ჩვენ მაშინ დავიწყეთ ფედერაციაზე საუბარი, ასე რომ ძალიან ჩამორჩებით ხოლმე და ძალიან ცუდად გვესმის ხოლმე აი ამ კონფლიქტის მიმდინარეობა საჯაროდ თელს პოლიტიკაში, თორე არიან გამორჩეული დაინტერესებული პირები, რომლებიც ზედმიწევნით კარგად იცნობენ ამ პრობლემას, ხომ? ძალიან საინტერესო იყო ბატონ გიორგის აქცენტი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ აი სხვადასხვაობა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონებს შორის, ხომ? არსებობს რეგიონები, რომლებიც ევროპიდანაც მიჩნეული იყვნენ ევროპულ ნაწილად, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ამ რეგიონზე, მაგრამ ჩვენ მივეკუთვნებოდით იმ მხარეს, რომელზეც მაინც და მაინც მაშინ არ ფიქრობდნენ ხოლმე დასავლურ პოლიტიკურ წრეებში და მიაჩნდათ სხვა ტიპის ტერიტორიად საქართველო და ძალიან მნიშვნელოვანია ის რა კიდევ ერთი რამ რაც ბატონმა გიორგიმ გითხრა, რომ რუსეთის როლი ყოველთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია იმ კონფლიქტებში, რომელიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ხოლმე განტევების ვაც, რომ ყველაფერი დავაბრალოთ მას და ჩვენი პასუხისგებლობა მოვიხსნათ ხოლმე
კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისითაც თუ სხვა თვალსაზრისითაც. მისი დანაშაული გასაგებია, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა არ გვესმის ხოლმე რიგი მიმართულებებით. ხშირად შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა სამშვიდობო მიმართულებიდან მილიტარული პოლიტიკით და ამის შედეგებს ალბათ ვიმკით ხოლმე დღესაც. ასე რომ მგონი ბევრი თემა არის წამოჭრილი, რომელზეც კამათი შეიძლება, მე არ გეგონოთ რომ აქ რაღაცა სკროლავან რაღაცა, მე ველოდები აქ რეგიონებისგან შეკითხვებს, რომელსაც გამომიგზავნიან, მაგრამ სანამ რეგიონებიდან მოვისმევთ კითხვებს, იცით ჩვენი ისტორიული მიკროფონის თაობაზე, რომელიც ღია თქვენთვის, ასე რომ მოდით დავიწყოთ აი ჯერ იქიდან მანიშნეთ, მერე თქვენ. თითო კითხვა დავსვათ და ბატონი გიორგი გვიყვარს. გამარჯობა, პირველ რიგში დიდი მადლობა საინტერესო ლექციისთვის. მე ვარ ანი წამალაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის. მე მაქვს ასეთი კითხვა, ან საქართველოს საქართველოს იმდენი ხნის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის წევრი, რომ ან ვფიქრობ, რომ მოხდა რაღაცა, ანუ ამ იდეოლოგიით რა თქმა უნდა ხალხის მოწამვლა, შემდეგ იმდენად იყვნენ შეჩოვლები რაღაცა აი ამ იდეოლოგიას, რომ მე 90-იან წლებში ვფიქრობ, რომ მოხდა ამ იდეოლოგიის რაღაცა ახალი იდეოლოგიის ჩანაცვლება, რომელიც იყო ნაციონალიზმი. როგორ ფიქრობთ, ან ნაციონალიზმის ასეთი ძლიერი ტალღა იმან გამოიწვია თუ არა, რომ კომუნისტური იდეოლოგიას ასეთი შეჩოვლები იყვნენ ქართველი ხალხი და როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამის დაცლება სამოვალოდ, ან თუ არის დაცლეული უკვე. მადლობა. თუ პასუხობ და მე ხო ბოლოდან დავიწყებ დაძლევა შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი ძალიან ისეთი კითხვა არის ანუ მოდი გავშალოთ მაშინ რა იყო ის 70 წელი და მანამდე თუ არ წდება ჩვენი თქვათ ისტორიული მახსოვრობა წდება მაგრამ სტარტული არის, ანუ цаრისტული რუსეთსაც შეიძლება იქამდე, ანუ თუ კიდე იმის იქეთ წავალ, საერთოდ რა ტიპაჟები ვიყავით, ანუ ჩვენ ქართველები იმის იქეთ. ძალიან რთული გასაგები არის რა, იმიტომ რომ 3-4 საუკუნის იქეთ გადასვლა გვიწევს. ძალიან ბევრ დიდხანს ვიხარშებოდით ჩვენ ამ რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რომელსაც სხვადასხვა სახე ჰქონდა, სხვადასხვა დროს. და ამ ბოლო იმპერიის მშენებლობაში ჩვენც ძალიან დიდი წვლილი მიგვიწვის და სხვათა შორის არ დავიყვანდი ამას სტალინამდე. იმიტომ რომ თქვენ თუ გაეცნობით მაგალითად მე-20 საუკუნეში მოგეხსენებათ რომ დიდი ბრძოლების შედეგად იმპერატორი დათანხმდა პარლამენტს. მერე ის პარლამენტი რამოდენიმეჯერ დაშალეს ესა, ნუ პარლამენტი იყო, რამოდენიმე მოწვევის და გირჩევთ ნახოთ цаრისტული რუსეთი პარტიები და პარლამენტის შემადგენლობები. და აღმოაჩენთ, რომ სტალინი არ არის შემთხვევითი ფენომენი, ეს არის ანუ იქ ყველგან განსაკუთრებით სოციალისტურ ფლანგზე დომინირებდნენ ქართველები. ყოველ შემთხვევაში ფრაქციის ხელმძღვანელები იყვნენ და სხვათა შორის მენშევიკებშიც ძალიან ბევრი იყო ქართველი და ბოლშევიკებშიც ძალიან ბევრი იყო. ერთადერთი სადაც მათი დომინირება არ იყო, ეგრეთ წოდებულ იმ კადეტებში არ იყვნენ ბევრი რა, მაგრამ სხვაგან წავედით, ანუ ამ სისტემის მშენებლობაში შემდეგ უკვე იმ ფორმით რა ფორმითაც ის აშენდა, ჩვენც გვაქვს მონაწილეობა მიღებული და როგორც თუ არ ვცდები, პროცენტულად საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი არის პარტიის წევრებით. ანუ სხვა რესპუბლიკებს თუ ავიღებ, ჩვენთან ძალიან ბევრი პარტიული იყო მუშაკი. განთავისუფლება რა იყო, თქვა თქვენ როდესაც კითხვას ვსვავდით, მე მგონი მთავარი იყო, ანუ რას გულისხმობთ, ანუ იმაში, რომ განთავისუფლდეთ, ანუ პასუხისმგებლიანი მოქალაქე გავხდეთ, ხო ალბათ? მე მაქვს ერთი მაგალითი მაგაზე. ძალიან საინტერესო, თუმცა არც თუ ისე იმედის მომცემი. გახსოვთ სააკაშვილის დროს დაიწყო და ეხლაც არის, მე მგონი,
კორპუსების რაც შეიქმნათ და ცალკეული კორპუსი და ცალკეულ კორპუსში უნდა იყოს თვითმმართველობა. ანუ კორპუსს ყავს თავი, რომელმაც რაც ეს არის გადასარევი მოდელი იმისა, თუ საზოგადოებას რამდენად შეუძლია თვითორგანიზება. მაგალითად, იგივე სოციალისტურ ბანაკში, სხვაგან, თქო ჩეხეთი რო ავიღოთ, მაქვს ნაცხოვები და ვიცი, ბევრად უფრო ეფექტური არის. ჩვენთან ის ადამიანი იღებს იმ ასლარს, იმიტომ რომ უბრალოდ 100 ლარი აიღოს, რაღაც ავტორიტარულ რეჟიმში რაღაცებს წვიტავს და არავის არ აინტერესებს ამ ყველაფერში მონაწილეობის მიღება, რაც არც თუ ისე კარგი არის. ხშირად, თქვათ, იგივე სააკაშვილის ხელისუფლების კრიტიკისას აწყდები ხოლმე ეს რაღაცას, რომ თუ ქვემოთ არ არის, თუ ქვემოდან არ მოდის ინიციატივა, ელიტებს უწევთ ხოლმე რაღაცეები ზემოდან კეთება. მე რა თქმა უნდა, ჩდება განცდა იმისა, რომ ქვემოთ ჩდება განცდა, რომ ჩვენ რატო არ გვეკითხებით? ჩვენ ზემოდან, ძალიან ვამარტივებ, ეხლა არ მინდა ძალიან გავართულო, მაგრამ ზემოდან არის, რომ კი, მაგრამ თქვენ არაფრის გაკეთება არ გინდათ და რისთვის კითხოთ. ანუ სხვადასხვა დონეებზე ეს დილემები ჩდება. კონკრეტული მმართველობის დროს და ალბათ გამოსავალი არის რამოდენიმეში, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, არ ვიცი, თქვენც უიცით, ხშირად ვედრებით ხოლმე მეზობლებს და ვამბობთ, რომ აუ იმაში ვარ წარმატებულები, ამაში ვარ წარმატებულები. მთავარ პრობლემას მე მაინც ხედავ იმაში, რომ დღემდე საქართველოს მშპ-ს პროცენტებით ბევრად უფრო ნაკლებს ხარჯავს განათლებაში, ვიდრე სომხეთი და აზერბაიჯანი. სანამ თქვენთან ერთად ყველანი ამ ჩვენ პოლიტიკურ ელიტას არ გავაგებინებთ, რომ ხარჯოს ფული იქ სადაც აუცილებელია და იმ მიმართულებით. ალბათ ეს არის განათლება პირველ რიგში. მეორე არის მუდმივად ყველაფრისთვის ადამიანს უწევდა ბრძოლა ყოველთვის. მეორე უკვე აქედან თუ ცოტათი განათლებულები გავხდებით და სოციალურად აქტიურები არის აუცილებელი ის მაგალითად რასაც ლევანი და მის თანამოაზრენი აკეთებენ. აქტიური ბრძოლა რაღაც უფლებებისათვის. მესამე ისევ და ისევ ეს ინსტრუმენტარიები პირველ ფიქრობ რომ განათლება არის. მესამე ალბათ იმაზე ფიქრი როგორ ჩვენ ქვეყნის განვითარების მოდელებს. ანუ ეს უკვე არის ევროპელი ტიპაჟი ფიქრობს ესე რა. ამიტომ განათლება უნდა კონდეს ცოტა, იმიტომ რომ შეუძლებელია. აი თქვათ ბათუმში რაც მოხდა რა. ხშირად სხვათა შორის მაგაზე ქონდათ ქობულეთიდან კითხვა თქვენთან, რომ აბა თუ დაუკავშირებთ თქვენი პერსპექტივიდან აი ამ ბათუმის კონფლიქტზე რას გვეტყვითო იკითხეს ქობულეთი. მაშინ აი ამ კითხვასთან შესანიშნავი იქნება. მასში იქნება. რა მოხდა ბათუმში? ძალიან საინტერესოა, ხო? ანუ მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ესეთი ზიზღი შეიძლება დაგროვდეს, ერთი იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაცა ჯარიმა გამოუწერეს და აქაც წერენ ახლა ჯარიმებს, ხო? რატო მოხდა? ის რაც მოხდა ბათუმში, შეუძლებელია რომ მოხდეს თელავში. ან ქუთაისში, ან ოზურგეთში. თბილისშიც კი შეუძლებელია. ეს არის კლასიკური მაგალითი, როდესაც ბათუმში არის ესეთი უბანი, ჭაობი ქვია, არ ვიცი ხართ თუ არა. ნამყოფი. როგორც ჭავჭავაძეს გადაყვეთ, ეს ყოფს ჭაობს დანარჩენი ქალაქისგან. აი ჭაობში როგორც გადაყვეთ, ადრე მატარებელი გადიოდა. აი ამ ჭავჭავაძის ქალაქში შიგნით შემოდიოდა მატარებელი და ჭაობი რჩებოდა მატარებლის გადააღმა. აი ჭაობში როგორც შეხვალ, მე მყავს მეგობარი, რომელიც იქ ცხოვრობს დღემდე და ბავშვობაში მახსოვს ჭაობი, რაღაც ბავშვობაში რა 18-19 წელს რო და თქვენ ხელა. ხო და იმ ჭაობში დღესაც რომ მივდივარ ხოლმე, არაფერი არ შეცვლილა. რა ჭაობიც იყო, ის ჭაობი არის. და აქეთ მხარეს გროვდება დოვლათი, ფული, რესურსები და შენ როდესაც ზიხარ იქ და
ნუ მაქსიმუმი არის რაღაც 300-400 ლარიანი სამუშაო. იშოვო, მე ნუ ძალიან რთულია რომ რაღაც ვიღაცა მე აქ თბილისიდან როგორ მოიქცნენ ესე. ანუ მეორე დილემა რა არის, იცით? რო შეზღუდო თქვათ ის ეგრეთ წოდებული ინვესტორები იქ, დარწმუნებული ვარ რომ იგივე ადამიანები გამოვლენ და იტყვიან რომ ადრე 300 ლარი მაინც ქონდა ის ხელფასი და ეხლა ეს 300 ლარიც არა გვაქვს. ანუ პოლიტიკური ელიტის დილემა არის, როგორ უნდა მოაწყოს სისტემა ისე, ანუ ეკონომიკა, რომ ამ სიკეთეებით მეტნაკლებად სამართლიანად ისარგებლოს ყველა. ეს იყო სოციალური ბუნტი იყო, რომელსაც ქონდა გარკვეული წანამძღვარი. შეიძლებოდა სხვა რაღაცის გამო მომხდარიყო სრულიად და უარესი ყოფილიყო ბევრად. მე ერთ-ერთ რაღაცას ლაპარაკობ და ისეც დავწერე, რომ ვიღაც კეთილის ყოფილი რო გამოჩენილი იყო და რო ეთქვა, რომ თურქები ეს თემა რო გაეშალა, დავიღუპებოდით. იქ ამბავი მოხდებოდა ძალიან მძიმე. და მე მეორე დღეს მოვხვდი ბათუმში და მე უბრალოდ გავიარე ძველ ქალაქში. და როგორც ვიცი გორელებთან ერთად იყავით, ხო? ხო, საშორის გორე. ის სისხლიანი გო. ვაშლიყლაპია. ხო და ანუ თბილისში არ არის ესე, რამდენიც არ უნდა, ესე იგი მთელი ქალაქი არის სამ სეგმენტზე, ანუ კაზინო, ბორდელი და ამდენი სექს მუშაკი ქალი მე არ მინახი არსად. რაც იმ ძველ ქალაქში ვნახე, ბათუმის ძველ ქალაქში. ეხლა ეს რო იწევს აგრესიას, ნუ ბუნებრივი არის ძალიან. ამიტომ თუ თბილისმა არ გაიაზრა რაღაცეები და სხვათა შორის არ მოეშვა, მან ძალიან მნიშვნელოვანია, რატო იყო რეაქცია 8 საათის თუ რა ვიცი, რომ დიდი ხნის შემდეგ. არა მარტო იმიტომ, რომ იმ მიზეზების გამო, რაც იყო გაცხადებული, არამედ იმის გამო, რომ სანამ აქ ვიღაცა იფიქრა და ბოლოს ჩაფრენა გადაწყვიტა, იქ აჭარაში გადაწყვეტილებას არავინ არ იღებს. ეს სრულიად გამოშიგნული ავტონომია. ანუ ჩვენ იმის შიშით, აი აფხაზეთის და ეს აჭარას უკვე საერთოდ გამოვშიგნეთ, იქ ადგილზე არანაირი გადაწყვეტილება 10,000 არა, მაგრამ 50,000-ან პროექტს რო ცდება არა და აჭარაში რამხელა პული არის, უკვე თბილისთან შეთანხმებით იხარჯება რაც ელემენტარული თანხები. ეს მეორე საკითხი არის, ასე ვთქვათ, ტერიტორიული მოწყობის, მაგრამ ნუ რაც შეეხება აჭარლების კითხვას, მე ვფიქრობ, ეს იყო კლასიკური ბუნტი, თავისი ბევრი სხვა კომპონენტი, ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის. თქვენ გქონდათ კითხვა? მოგესალმებით, შეკითხვა მაქვს აფხაზეთთან მიმართებაში. დღესდღეობით ძალიან გახშირდა საუბარი შესაძლო სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის შესახებ რუსეთს, სომხეთს გულისხმობ და თქვენი პროგნოზები მაინტერესებს ამ საკითხთან საქართველოსთან მიმართებაში. მადლობა. კარგი კითხვა. მე მქონდა ეს შეკითხვა, თუ არ დასვამდა არავინ და დამასწრეს, ძალიან კარგი მიხარი. კითხვა პერიოდულად ისმება ხოლმე. აი საერთოდ ის რკინიგზა საინტერესოა, რკინიგზით დაიწყო ის პრობლემები. ყოველ შემთხვევაში საბაბი იყო, რომ ჩვენები შევიდნენ, რომ რკინიგზა უნდა დავიცვათ და რაღაც საჯარისო ნაწილები როდესაც განთავსდნენ, ეს იყო, მაგრამ რეალური პრობლემა იყო, იქ ამ რკინიგზის აღდგენას აქვს ძალიან მრავალი წახნაგი. მთავარი პრობლემა რკინიგზასთან დაკავშირებით ხო და ეხლა ამჯერად იყო რუსთავიორის მიერ გაჟღერებული ეს. ნუ ძალიან ისეთ დრამატულად დახატული რაღაც სომხეთი ჩუმად ელაპარაკება. სხვათა შორის მე ცალკე საკითხია მაგას ვახსენებ. მოკლედ მე სრულიად არარეალისტურად მეჩვენება დღეს მაგის აღდგენა, არა იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა, უბრალოდ მიმდევრობა არის ხოლმე ძირითადად ასეთი, ჯერ არის A, მერე არის B და ასე შემდეგ. ნუ პირდაპირ ჭეზე გადასვლა ცოტა უცნაური არის. ეს დღევანდელი ხელისუფლებას თუ დააკვირდებით, ამ კუთხით საკმაოდ თანმიმდევრულია რუსეთთან მიმართებაში, ხო? რაზე დაიწყო ლაპარაკი. მოდით მოვაგვაროთ იქ რაღაცეები, სადაც შეიძლება რაღაცეების მოგვარება.
აზე იყო საუბარი. მოდი ეკონომიკა, მაგრამ ეკონომიკა რა, მოდი ემბარგო მოხსნათ რუსულ პროდუქტებს. რომელ პროდუქტებს? მოდი ჯერ ეს იყოს, მერე ეს იყოს, ანუ ეტაპობრივად დაიწყო, ხო, ამას საუბარი. მერე ცოტა ნდობა რო დაგროვდა, ბიჭო, ის ჯაშუშები როზიანო, თქვენთანაცო და ჩვენთანაცო. მოდი ხო არ გავწვეთ, ეხლა რამდენ ხანს უნდა გაცვალეს. მე, ანუ ლოგიკას ხვდებით, ხო? ანუ ნელა, ბატონი ზურაბიც მგიმოს მოკლედ ამ სფერო ძალიან გამოცდილი დიპლომატი არის, შესაბამისად ამ და საერთოდ ქართული ოცნების ნაბიჯებს თუ შევხედავთ, ისინი არასოდეს არ დგავენ რაღაც რადიკალურ ნაბიჯებს. არც ერთ სფეროში არ გადაუდგიან და ეხლა რაღაც რკინიგზას უნდა მიახდნენ, ხო? რაღა ღმერთი აქ გაუწყრელ. თან შეგახსენებთ, რომ ეხლა საუბარი მიდის ამ კორიდორებზე. კორიდორები არის რა 2011 წელს, როდესაც რუსეთი შევიდა საერთაშორისო, რა ქვია, სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია WTO-ში, ხო? მაშინ მე ერთი უბრალოდ ბოდიში უნდა უთხრა, რომ მე მგონი იქეთ გვერდზე არის კიდე ლექცია და თქვენ გეშლება ზოგიერთებს და აქეთ კი არა იქეთ უნდა შეხვიდეთ. და აღარ გადიან მერე იქ. შეცმე. ეგეც კარ. კი. კაი. ანუ იქ მას რომ მოაწერეს ხელი 2011 წელს მოაწერეს ხელი და რა იყო? ჩვენ მაშინ ყველა გვაწვებოდა, ყველანაირი ეს ჟარგონი არ არის, აი ეგრე იყო. ამერიკელებიც და ევროპელებიც და ყველა მოკლედ რუსეთი გვინდა ამ ორგანიზაციაში და ეხლა როგორღაც თქვენ შეთანხმდით. ჩვენ ვთქვით, რომ ეს ტერიტორიები რო აქვს ოკუპირებული და ვაჭრობა რომ მიდის და მაშინ რაღაცა ისე შეთანხმდით დიპლომატიაში არის ეს სახის გადარჩენა. Face saving. ხო. ანუ როგორღაც ეხლა ისე უნდა რომ უხერხული იყო რომ ეს პირდაპირ. ამიტომ შევთანხმდით რომ იქნება შვეიცარიული კომპანია, დადგება იქ სოუზე და იქეთ კიდე რა ქვია, როკის იქეთავ ხარეს და გააკონტროლებს ამ ტვირთებს და გადმოგცემს ინფორმაციას, რომ შემოვიდა ამდენი და ამდენი, არ ვიცი, ტრაილერი, ამ ტრაილერში იდო პამიდორი, მაგალითად. მერე ეს ყველაფერი დიდხანს გაჩერდა, იმიტომ რომ ხელისუფლება შეიცვალა და ასე შემდეგ. ეხლა მიდის საუბარი მაგაზე. მიდის წვალებით, ჯახირით, იმიტომ რომ 1000 საკითხი არის იქ დასაკონკრეტებელი, როგორ გადაეცემა ინფორმაცია, რანაირად, რა ეფექტს გამოიწვევს. მოკლედ, სანამ ეს არ მორჩება და ეს იქნება ალბათ ერთი სუმცირე რამოდენიმე თვე გაგრძელდება და მე მგონი ერთი წელიც. მერე გამოჩნდება შეიძლება თუ არა რაღაც სხვა რაღაცეებზე ლაპარაკი. მოკლედ, ეს არის რუტინა. რკინიგზას უკავშირდება კიდე ბევრი სხვა საკითხი, აზერბაიჯანის პოზიცია. მე ეს რკინიგზა ასაღდგენი არის. ფულია ჩასადები იმ რკინიგზაში. მე რა ტვირთები უნდა ვზიდო და ვინ უნდა ვზიდო? არის ორგანიზაცია, რომელმაც დათვალა და აჩვენა, რომ პრინციპში ამხელა ანუ არ არის იმდენი ტვირთები რა, სომხეთსა და მაშინ სხვა ისენი უნდა შეუერთდეს კიდე. და ძალიან ბევრი მხარი არის და დამღლელი და რუსთავი ორის სიუჟეტში კიდე ერთი გვერდითი ასე ვთქვათ ის იყო რა ქვია მუდმივი რაღაცა გაზდევდა ესე რომ სომხეთი რაღაც მოლაპარაკებსა ჩვენ ზურგს უკან მოსკოვთან და ასე შემდეგ რაც ჩემი აზრით პასუხისმგებლიანმა ტელევიზიამ არ უნდა გააკეთოს თუ რაღაცას არ ეფუძნება და ერთი რო არაფერს არ ეფუძნება და მეორე ისე შემიძლია გითხრათ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები წვალებით ამ ქართული დიპლომატიის ყველა ხელისუფლება მოახერხა რომ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის რაღაცნაირად ეს ბალანსი დაეცვა და არ გადახრილიყო აქეთან იქეთ და პრინციპში ამის შედეგად იყო ის რომ 2008 წელს როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ ყველა მხრიდან გვიტევდნენ და უნდათ რომ გიუმრის ბაზიდანაც რომელიც მოგეხსენებათ რომ სომხეთში არის და ძალიან დიდი რუსული შეიარაღება არის განთავსებული რუსები თხოვდნენ ჩვენ სომეხ მეზობლებს რომ იქედანაც ვინა შეუტიოთო აი მაშინ სომხებმა ძალიან პრინციპული პოზიცია დაიჭირეს და უთხრეს რომ მოკლედ
ამ ბაზას თქვენ ვერ გამოიყენებთ საქართველოს წინააღმდეგ და გაუძლეს დიდ წნეხს. მერე ბატონი სარქისიანი სააკაშვილის დაპატიჟებაზე უკვე სექტემბერში ჩამოვიდა თბილისში. მიიღო სააკაშვილისგან მედალი რაღაცის გამო. მერე სააკაშვილი ჩავიდა სომხეთში და მიიღო მედალი სარქისიანისგან ასევე რაღაცისთვის, რაც პოლიტიკურ ენაზე ნიშნავს შემდეგს. რუსებო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ აგერ ცოტა ხნის წინ იომეთ ქართველებთან, ჩვენ უნდა ვიმეგობროთ ქართველებთან. ამის გამო სარქისიანის და პუტინის ურთიერთობები გაფუჭდა მნიშვნელოვნად. ჯავახეთშიც პერიოდულად წამოყოფს ხოლმე გარკვეული ტენდენციები, რაზეც ერევანი ეუბნებათ, რომ მეგობრებო, ჩვენ 1000 პრობლემა გვაქვს. საქართველო არის ერთადერთი გზა საერთოდ სამყაროსზე. მოდი გეთაყვა დააწყნარდით, მოусმინეთ თბილისს, ვიცით რომ ბევრ სისულელეს აკეთებენ, მაგრამ ნუ რა ვქნათ, ეხლა ჩვენ ყველანი ბევრ სისულელეს ვაკეთებთ და რაღაცეებში ეხლა ცოტა წყნარად იყავთ. ანუ ერევანი პრინციპში თამაშობს პოზიტიურ როლს. არა იმიტომ რომ თქვათ, აუ პროქართული ამ პროის არის, ხო? უბრალოდ რაციონალურად სხვა გზა არა აქვს და რაღაცეების ჩხიკინი აქედან არ არის საჭირო, იმიტომ რომ ჩხიკინში ბევრი სისულელე გავკეთებია ჩვენ და არ გჭირდება ახლა დამატებითი პრობლემები მithumetes მეგობრულ სომხეთში. კი ბატონო, აი სანამ რეგიონებიდან დავსვამთ კითხვას, ორი კითხვა აქედან მოვისმინოთ კიდევ, ხო შეიძლება კი ბატონო, აი ისეთი უცნაური ლექცია შეიკრიბა, რომ ამ აუდიტორიაში ხა შედან ჩემი ლექტორებიც ვინც მე მასწავლე და ერთ დროს და უკვე ჩემი სტუდენტები ვინც არიან სხვადასხვა უნივერსიტეტში, ასე რომ ძალიან უცნაურად გძნობ თავს ეს თქვენი დამსახურება. აი დათო მანიშნა ჯერ, მე იქით მანიშნეს და შემდეგ რეგიონების შემდეგ თქვენც დაგიბრუნდებით. ხო დათო? არა მაქვს თქვენი სტუდენტი. გამარჯობათ, მე მქვია დავითი, ზოგადად პატარა ჩემ აზრს დავაფიქსირებ და მე დავსვავ კითხვას თქვენთან. მოკლედ ვთვლი რომ ანუ წეგან თქვენც ახსენეთ რომ მარტო არ უნდა გადავაბრალოთ ერთ ქვეყანას, ანუ ჩვენი როგორც დაცემის და განადგურების და ყველა უბედურების, ეს ვთვლი რომ ანუ უფრო ოსეთთან მიმართებით ცოტა უნდა დავფიქრდეთ, იმიტომ რომ ჩვენც მე მგონი ცოტა ბევრი დაუშავეთ ოსებს, თუ გაიხსენებთ ბატონი ზვიად გამსახურდიას გამოსვლებს, თქვათ ეს ქართველები საქართველოში მარტო და დანარჩენი არც მოიხსენიებდა ჩვენს თანამოქალაქეებად და ნახეთ თუ რა შედეგები მოყვა განსაკუთრებით ოსეთში, ნუ ახალგორში, დღეს რომელიც უკვე 2008 წლის შემდეგ არის ოკუპირებული, ანუ იქიდან ყრიდნენ თავიანთ სახლიდან ხალხს, ქართველები, რომლებიც აქტივისტები იყვნენ, ზვიადისტებს ეძახდნენ, მე მგონი, ხო? არაფორმალებს ეძახდნენ. ხო, ნუ ვინც არიან, ანუ ყრიდნენ არც აძლევდნენ იმის უფლებას, რომ თავიანთი ავეჯი რაღაც გაეტანათ და ისინი, ნუ იძულებულნი იყვნენ, ჩემი ქართულისთვის ბოდიშით, იძულებულნი იყვნენ, გადასულიყვნენ, გადახვეწილი იყვნენ, თქვათ, ცხინვალში და დღეს დავინახეთ ესეთი სურათი, რომ ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი დაუშავეთ, თქვათ, ოსებს, მაინც ჩვენთან უფრო ახლო არიან ოსები, ვიდრე, თქვათ, ცხინვალები რა შუაშია, აფხაზები და ანუ ვთვლი რომ ბევრი ოსი რომელიც დღეს 2008 წლის შემდეგ რომ დავკარგეთ ტერიტორია, ბევრი ოსი გადმოვიდა ისევ ჩვენს ტერიტორიაზე და ცხოვრობს იქ სადაც მისცეს თქვა სახლები ქართველებთან ერთად თანაცხოვრებაშია, ნუ ამათ ხელი შეუწყო იმას რომ ბევრი შერეული ოჯახია და ასე შემდეგ და ვთვლი რომ ცოტა უნდა გავიაზროთ ჩვენს და მარტო არ უნდა ვაბრალოთ ერთ მხარეს ამ ყველაფრის ინსცენირება. ნუ რა თქმა უნდა თავარი ის ჩაყრილი იქედან ხო, კითხვა ის არის, რომ ანუ უბრალოდ ჩემი აზრი იყო ეს. და კითხვა არის ჩემგან ამის დამავიწყებოდი კითხვა, ანუ ჩემი ანუ ზოგადად აი ამ თემაზეა ზუსტად ეს მიბმული, რომ ანუ ბევრი ოსი იქ ვინც 2008 წლამდე ცხოვრობდა, გადმოვიდა აქეთ და საინტერესო ის არის, რომ ცხინვალელი ოსები ბევრი ჩამოვიდა კონკრეტულ ტერიტორიაზე და დასახლდა და უკვე ცდილობენ, რომ რატომღაც შეავსონ და თვლით თუ არა ამას პრობლემა, ანუ ჩვენ ხო არის ესეთი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, რომ დაველაპარაკოთ ამ ხალხს, აღდგეს თქვათ ურთიერთობები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში არის თუ არა ეს პრობლემატური, როდესაც ისინი ვინც ვისთანაც წეს უნდა გველაპარაკა, თქვათ არიან აქეთ და შენ უნდა დაელაპარაკო
უფრო რადიკალურად განწყობილ ხალხს და აი თქვათ აფხაზეთშიც ბევრი აფხაზი რომ უკვე აღარაა, ცოტა დეფიციტი რომაა და ცოტა რუსები, სომხები და ასე შემდეგ. არის თუ არა ეს მომავლისთვის დიდი პრობლემა ქართული მხარისთვის. აი მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო თემაა მომავლისთვის. მადლობა. ანუ თქვენ კითხვას სვამთ იქ მცხოვრები ადგილობრივი ნაციონალური ერთობების შემცირებაზე, აფხაზები რომ მცირდებიან, რუსები რომ მცირდებიან, ეს რა შედეგს გამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ხო, ну პრობლემა არის ზოგადად კი, მაგრამ გააჩნია საწავლე, ეგეცაა პრობლემა. ანუ რაღაც ისეთი დიდი ტალღა ახლა მიუხედავად იმისა, რომ და თუ ამბობდა, მე რაც ვიცი, ვთქვათ, რომ ესე რაღაცა მასიური აქეთ გადმოსახლება მიდიოდეს და რაღაცა ნამდვილად არ არის. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არის დემოგრაფიული პრობლემები ორივეგან. თუმცა სხვადასხვა სიტუაცია არის, იმიტომ რომ ცხინვალი სამხრეთ ოსეთი არის მონოეთნიკური პრინციპში, თითქმის მონოეთნიკური, თუ არ ჩავთვლით ახალ გორში მცხოვრებ ქართველებს და სხვა შორის აზერბაიჯანელებს, რომლებიც მარნეული და აი ქვემო ქართლიდან არიან გადასულები ცხინვალში და იქ ვაჭრობენ და რაღაც ახალგორიდან შედის რაღაც სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ფენომენია ეგ კიდე ცალკე შეიძლება საუბარი, მაგრამ არიან კიდე აზერბაიჯანი. აფხაზეთში სამი დაახლოებით თანაბარ წონადი და ტოლადი ჯგუფი არის, ესენი არიან აფხაზები, სომხები და ქართველები. შემდეგ უფრო ნაკლები რაოდენობის რუსები და შემდეგ უკვე წვრილი ჯგუფები არიან კიდე სხვაებიც, მაგრამ ნუ აი ეს არის შემადგენლობა ამ ჯგუფების. ეხლა ცხინვალში განსაკუთრებით პრობლემაა, იმიტომ რომ წეღან თქვით, ხო, გეოგრაფიულად ყველანაირად შემოზღუდული არის. ერთი ქალაქია რეალურად, ქალაქი და ჯავა ეხლა ძალიან რთულია ჯავაზე რო თქვა, რომ ქალაქი არის. და ერთი ქალაქი არის. არანაირი დიდი პერსპექტივები ახალგაზრდა ადამიანს იქ არ აქვს. მithuvetes თუ გავითვალისწინებთ კლანურ მოწყობას, იქ საზოგადოების კერძო ბიზნესის ფაქტიურად არ არსებობს კერძო ბიზნესი. ყველაფერი არის დაკავშირებული სახელმწიფო, ანუ უნდა მოხდე რაღაც სახელმწიფო რომელიღაცა სტრუქტურაში, ანუ პოლიტიკაში უნდა იყო, ან დაიყო თქვათ რაღაცა მასწავლებელი, რაღაცა განსაზღვრული, ხო, რაღაცა ის არის, სადაც შეგიძლია, ანუ რეალიზების რაღაცა თქვათ 21 საუკუნის კონტექსტში თუ ვიტყვით, რაღაც რეალიზების დიდი საშუალებები არ არის. მაშინ, როდესაც რუსეთი რამოდენიმე, მე მგონი 200 კვოტას აძლევს, სადაც 200 კვოტა აქვს. 200 კვოტა ახლა ცხინვალისთვის ძალიან დიდი არის. ეს ახალგაზრდები მიდიან მოსკოვში, კი სასწავლებლად, საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მერე თუ აქვთ საშუალება აღარ ბრუნდებიან. თუ იქ რაღაცა იშოვეს აღარ ბრუნდებიან და თუ ბრუნდებიან ვლადიკავკაზში. შესაბამისად, მართლა არის რისკი იმისა, რომ ცხინვალი გადაიქცეს რაც ისეთი სამხედრო ბაზად, რომელიც ეს თქო სახელმწიფო ხალხის გარეშე. შეიძლება, არ შეიძლება, მაგრამ ნუ ეს არის. სახელმწიფო ხალხისათვის გაგვიგია და სახელმწიფო ხალხის გარეშეა. ანუ საერთოდ რო არავინ არ იყოს რა, ანუ რაღაც ეს მდგომარეობა. აფხაზეთში ცოტა სხვა მდგომარეობაა, ანუ დემოგრაფიულად ეხლა აფხაზები არ არიან ისეთი აქტიურები. ქართველებზე უფრო პასიურები არიან, შემიძლია თქვა. ერთი, ორი შვილი არის. აქა-იქ რაღაც გამოჩნდა, სამიც ნაკლებად, ძირითადად ორი. მათი პრობლემა არის სხვებთან შედარებით. ანუ იმიტომ რომ სომხები, ქართველები დაახლოებით იგივე ტიპის და შეიძლება ითქვას, რომ გალელი ქართველები შეიძლება უფრო მეტად დემოგრაფიულად აქტიურები იყვნენ და სომხებიც ვიდრე აფხაზები. ამიტომ მათი რაღაცა ხვედრითი წილის ზრდა არ ხდება და მათ აქვთ პრობლემა იმგვარი, რომ მათი არ მომეცა ამას საშუალება მესაუბრა. აფხაზური პროექტი არის განსხვავდება ოსურისგან. ეს არის ესეთი ჯერჯერობით
ეთნონაციონალიზმზე და ეთნოკრატიაზე დაყრდნობილი. ანუ რას ამბობს ეს პროექტი? ჩვენ ვართ ცოტანი. ჩვენ მოვიგეთ ომი. მოკლედ ეს აქ ჩვენ ცხოვრობდით. შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა ფორმირდება მთლიანად აფხაზებისგან, პრეზიდენტი კონსტიტუციურად ჩაწერილია, რომ აფხაზი უნდა იყოს და ასე შემდეგ. რა განაპირობებს ამას? იმიტომ რომ ორ სხვა ჯგუფს, ქართველებს და სომხებს, ამ პროექტისადმი არანაირი ლოიალობა არ აქვთ, იმიტომ რომ ქართველებისთვის, გალელებისთვის საქართველოს ასე ვთქვათ, მათი პროექტი და სომხებისთვის საერთოდ ეს აფხაზური პროექტი საერთოდ მიუღებელია, იმიტომ რომ რაში ჭირდებათ ვერ გაუგიათ, იმიტომ რომ იმ სიკეთეებით ვერ სარგებლობენ, რაც შეიძლება მოუტანოს და თან ძალიან დიდი ჯგუფები არის სომხებით დასახლებული, მაგალითად იგივე კრასნოდარში და რუსეთისკენ იქეთ ზედა მხარეს და შესაბამისად მათ ურჩევნიათ რომ იყვნენ რუსეთის ნაწილი, ვაჭრობა ის უკეთესი არის ვიდრე იყოს მეორე ხარისხოვანი მოქალაქე აფხაზეთში არ ქონდეს პოლიტიკური მონაწილეობის უფლება და ასე შემდეგ. შესაბამისად აფხაზების დილემა ისაა რომ ვერ ხსნიან პოლიტიკის კარებს ამათთვის. ანუ ჩაკეტილი წრი არის. შემოუშვებ პოლიტიკაში გაგექცევა პროცესები და საითწავა არ იცი, არ შემოუშვებ და ანტაგონისტურად არიან განწყობილები. და რამდენხანს გაძლებენ, ეს ცოტა სხვა საკითხისკენ წავედ, მაგრამ რამდენხანს გაძლებს ეს სისტემა, მე მგონი დიდხანს ვერა. და მით უმეტეს რომ რუსები აძლიერებენ წნეხს იმ კუთხით რომ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ანუ როგორ არის და ეს აზის ესე რაღაცა არის გეგონება აი რომ თუხთუხებს რაღაცა და ზემოდან რომ ესე რუადევს ისა და აი ნუ საცა რომ გასკდება და გაისვრის იმ ხუბს, იმიტომ რომ შიგნით არ არის კონსოლიდირება ამ საკითხების გარშემო, რუსები აწვევიან აფხაზებს ამ საკითხებთან დაკავშირებით რომ მოგვეცი უფლება. ჩვენ ანუ რუსების პოზიცია ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენ უსაფრთხოებას, ჩვენ უზრუნველყოფთ თქვენ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და გვინდა რომ ვიყიდო, აი მე მინდა რომ გაგრაში მქონდეს სახლი და ნაკვეთი. მე გაჭმევთ, აი უხეშად რო თქვა, რომ მე გაჭმევთ. შესაბამისად ეს ყველაფერი მე მჭირდება. აფხაზები კიდე ძალიან კარგად გრძნობენ რომ როგორც ამ უფლებას მისცემენ, მორჩა. ანუ ეს აფხაზური ეგრეთ წოდებული თქვა სახელმწიფოებრიობის იდეა ეგრევე კვდება, იმიტომ რომ ამ კონტექსტში იგი ვერ ფუნქციონირებს. ამიტომ ისეთი დილემის წინაშე არის. ხო, და ოღონდ დილემა არის, რომლის ჩემი აზრით ეს ის დილემაა, რომლიდანაც გამოსავალი არ ჩანს. იმიტომ რომ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ისინი შეიძლება გაიხსნენ, ეს არის რომ მათი რაოდენობა ხვედრითი წილი მნიშვნელოვნად გაიზარდოს და არიზდება და ეხლა რანაირად უნდა არიზდება. ეს თურქეთში მცხოვრები აფხაზები არ ჩამოდიან, რატომ უნდა ჩამოვიდეს? ეხლა თურქეთში ვცხოვრობ მეტნაკლებად ნორმალურ პირობებში უკვე 2 საუკუნეა, არ მინდა რა გაურკვეველი პერსპექტივების აფხაზეთში ჩასვლა. თვითონაც ეხლა არ მრავლდებიან, ნუ ეგ დემოგრაფიის საკითხები საერთოდ საინტერესო არის და ძალიან იშვიათად რომ უკუტრენდით იყოს რა გერმანიაში თუ ბევრ ევროპულ ქვეყანაში რა რესურსებს არ ხარჯავენ, ფულს აძლევენ, ისა ნუ არა რა რაღაც ეს პოსტმოდერნული საზოგადოება აღარ მრავლდება და მიუხედავად იმისა რომ ჩვენი საზოგადოებები პოსტმოდერნული არ არის თქვათ ეკონომიკური და სხვა განზომილებით, აი აქ პოსტმოდერნულები გახდა, შესაბამისად ძალიან დიდი პრობლემები არის, თუმცა ხ ცოტა სხვაგან წავიდა. კი ბატონო, აი ერთი თქვენ კითხვა დასვით და არ მიწყინონ ქუთაისში მათი კითხვები შენახულია და შემდეგ უკვე მიჯრით დავსვამ შეკითხვებს ქუთაისიდან. გთხოვთ? ძველ პარლამენტში მგონია თავი. მიკროფონია. მოგესალმებით. მოვა დრო ინდივიდუალური მიკროფონებიც გექნებათ ყველა აქ დაამსწრეს. ეგრე იყო იქაც. მოგესალმებით, ბექა მანაგაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრანტი. აქ საუბარი ჩამოვარდა აფხაზეთის რკინიგზაზე. მინდა ვთქვა, რომ გარკვეული საექსპერტო საზოგადოებიდან გაჟღერდა ესე ვთქვათ, მტკიცებით ფორმაში მოსაზრება, რომ იქ უფრო მეტად საუბარი შეეხებოდა
6 წლის წინათ შეჩერებულ ნოვოროსიისკი ფოთის საბორნე გადაზიდვების მარშრუტს, რომელიც შემდეგ უკავშირდება სომხეთს და ის თავის დროზე შეჩერდა, ასე ვთქვათ, მაღალი საბაჟო ტარიფების გამო და შემდეგ ჩვენი მთავრობა დათანხმდა ამ ტარიფების შეჩერებას, რამაც ხელს შეუწყო ისევ ამ პროექტის განახლებას და უკვე პირველი ტვირთები ჩავიდა კიდეც ერევანში აი ამ გზითო. ანუ ესეთი მოსაზრება გაჟღერდა ხა მე არ ვიცი ეს რამდენად მართალია, თუმცა თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაინტერესებს. ეს ერთი შემდეგ ჩემი კითხვა შეეხება ტერმინებს, რომლებსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ კონფლიქტებთან დაკავშირებით. თქვენი აზრით რამდენად გამართლებულია თუნდაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასახელება, ან ქართულ-ოსური კონფლიქტი. ხომარჯობია ვთქვათ კონფლიქტი აფხაზეთში, ან კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში. რამდენად უწყობს ეს ჩემი აზრით არასწორი ტერმინები, რაღაც ეთნიკური ნიშის გაძლიერებას აი ამ კონფლიქტებში. არც როგორ უყურებს თუნდაც ამ საკითხს იქ ადგილობრივი მოსახლეობა, საერთაშორისო საზოგადოება ასევე აი ამ საკითხებთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. აქვე შეგვიძლია დავამატოთ ერთი კითხვა, დაუკავშიროთ ბექას ნათქვამს, რაც ქუთაისში იკითხეს, რომ აი რუსეთი რომ არ იყოსო, ეს ოსები ან აფხაზები მზად არიან თვითონ რომ დაამყარონ კარგი ურთიერთობა საქართველოს. ანუ აი ამ ეთნიკურ საკითხთან დაკავშირებით იყო, ხო? რაღაც აქედან ამოვალ პრინციპში ტერმინოლოგიიდან და საკითხი დაკავშირებული არის. ეს მეც მსმენია, მაგრამ არ ვიცი, ვერ დავდებ თავს აი საბორნო თუმცა უფრო რკინიგზის კონტექსტში იყო, მაგ პროექტთან დაკავშირებითაც მსმენია, მაგრამ ნუ რაღაცა განსაკუთრებული, ვთქვათ, ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ ახალს ვერ ვიტყვი მაგაზე, ამიტომ გადავალ მეორე კითხვაზე, ტერმინოლოგიის საკითხი და საერთოდ კონფლიქტის არსზე შეთანხმება ჩვენ 20 წლის მეტი 25 წლის თავზე გვიჭირს, ხშირად არის ამ ტერმინებთან დაკავშირებით დისკუსიები. მე არ ამგონია, რომ ჩვენ რო ვთქვათ ვეცადოთ ან და რაღაც ანუ რეალობის ჩანაცვლება, რაღაცა სხვა ტერმინის ხმარება. გააჩნია რა კონტექსტშია ხო? ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არსებობს? მე მგონი არსებობს. ქართულ-ოსური არსებობს? არსებობს. მაგრამ თუ გინდა რომ სხვა კომპონენტებით შეიყვანო, რაღაც მომენტში შეიძლება თქვა კონფლიქტი აფხაზეთში. და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს არ არის მარტო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. რეალურადაც რო შეხედოთ, ხო, ჩვენ ხო არა გვაქვს ადგილი მხოლოდ ქართულ-აფხაზურ. ამ კონფლიქტებს აქვს ძალიან სუმცირე სამი შრე. ეს არის საერთაშორისო კონფლიქტი, იმიტომ რომ ამ კონფლიქტებში იკვეთება დასავლეთის როლიც, დასავლეთის ინტერესებიც, სხვადასხვაგვარი ხედვა და ინტერპრეტაცია ამა თუ იმ საკითხების. შემდეგ არის, რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული კონფლიქტი და არის, ანუ ესე interstate, ხო, ანუ ორ სახელმწიფოს შორის ეს კონფლიქტი და მესამე დონე არის ნამდვილად ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ძალკე. ანუ ეს კონფლიქტები იყო, ეხლა ძალიან ხშირად მსმენია მე ადრეს და აი რაღაცა ჩვენ აფხაზებთან საომრად არ ვიყავით და ასე შემდეგ. ნუ მეომარისგან. მაგრამ იქედან არის კონტრარგუმენტი, რომ კი, ჩემთან არ იყავი საომრად, მაგერ მე მკლავდი და ეხლა ანუ რას ნიშნავს, ანუ რო არ არია. ხო ხდებით, ანუ თუ კონკრეტული ადამიანები კვდებიან იქედან და აქედან, მაშ ვისთანა გაქვს კონფლიქტი, ხო? თუ ქართულ-რუსული კონფლიქტი არის, იომი აგერ არ ვიცი. სად? როგორღაც მოკლედ რუსე. ანუ ქართულ-რუსული კონფლიქტიც არის, სხვადასხვა დონეები არის. ამ დონეების გარჩევა არის საჭირო. ერთ რაღაცაში როგორც ვყრით, ეგრევე ხდება გაამარტივება რაღაცეების რა. და აი გადავალ რუსები რო გაქრნენ, ეს პრობლემები ერთის ხელის მოსმით არ მოგვარდება. ანუ ორი მიდგომა შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, თუ გაქრებიან აქ ბევრი ადამიანი გაჩნდება ესეთი, რომ აბა ეხლა ამ ერთ სტადიონ ხალხს, იმიტომ რომ ეს ფრაზა იყო ეს, ხო? ამ ერთ სტადიონ ხალხს ეხლა ჩვენ დღეს დიდუბის პანთეონშია დაკრძალული ეგ კაცი. ხო და ამ ერთ სტადიონ ხალხს, მაგრამ იმ ერთმა სტადიონმა უნდა ვაღიაროთ, ანუ წინააღმდეგობა ძალიან მე ვიცნობ აფხაზებს ძალიან კარგ, თუ ვინმეს ვიცნობ
ოსებსაც ვიცნობ, აფხაზებს ძალიან ბევრს ვიცნობ, ნამყოფიცა ვარ. არის მარტ პირდაპირ, ანუ ყველას აქვს თავისი, ანუ ხო არის, ანუ ერები, მესმის რომ რაღაც სტერეოტიპული არის ეს და რაღაც ერთ რაღაცას ვერ უწოდებ, რომ აი ეს არის მათი, რაღაცა ნიშნების გამოყოფა შეიძლება. აი თუ ვიღაცა იტყვის, რომ აი ეს არის ესეთი, მე აფხაზებზე ვიტყვი, რომ ღირსება. ღირსეული ხალხი არის, ნამდვილად და არავის არ ეგონოს, რომ ეხლა თუ დარჩებიან ერთ-ერთზე და აბა იტყვიან, რომ აი მე ეხლა რომ გელოდით და ამდენი ხანი და აბა რუსებისგან გამთავისუფლეთ. ამ მიმართულებით არის სამუშაო. ანუ საქართველოს სახელმწიფოს თქვენ, მე ყველას გვაქვს სამუშაო. ერთადერთი რაზე ჩვენ შეგვიძლია ვიკამათოთ დღეებს. ანუ ის ვიკამათოთ არა, ვიაზროვნოთ ერთად. აი ამ კონფლიქტებთან მიმართებაში ეს ნაწილები როგორ უნდა გავაცალკეოთ და რომელ ნაწილთან როგორ ვიმუშაოთ და რომელი არის დომინანტი რა. სამწუხაროდ ამ საერთაშორისო კონტექსტის ფონზე დღეს უკვე მართლა ჩვენ და აფხაზებმა რო ურთიერთობები იდეალურადაც რო ავაწყოთ, ნამდვილად ეჭვმეპარება რომ რუსებმა ის ტანკი მოკოქონდა, ეხლა აბა თქვენ ყველაფერი კარგად გქონია და წავედით ეხლა სწორი უნდა დავიცოდო რა. ანუ ესე არ მოხდება. ამიტომ საქართველოს პოლიტიკა უნდა იყოს ჩემი აზრით მიდრეკილი იქეთკენ, რომ ვიცოდეთ იმაზე, რომ პოლიტიკური კონფლიქტი თქვათ რუსეთი დღეს ხვალ იქედან არ მიდის, ვიმუშაოთ ჩვენს აფხაზ და ოს ავიცი თანამემამულეებთან ჩვენი გადმოსახედიდან ალბათ რა, რომ მათი წარმოდგენები ჩვენთან მიმართებაში შეიცვალოს და ამას ჭირდება დიდი ხნის მუშაობა. წლები თუ არა. აი ორ კითხვასაც დაგისვებთ და გაგათავისუფლებთ. დიდი მადლობა რომ უძლებთ ამ იმას რა ქვია. აი ქუთაისიდან აქვთ კითხვა რუსეთთან ურთიერთობების საკითხთან დაკავშირებით. ცხადია ქუთაისელები გვეუბნებიან რომ მშვიდობიანად უნდა გადავწყვიტოთ კონფლიქტი რუსეთთან და დავარეგულიროთ, მაგრამ როგორ, აი პირველი ნაბიჯები რა გესახებათ თქვენ და აი რუსეთთან მიმართებით ქართულ-რუსული ურთიერთობების პოლიტიკის პრობლემებად ან გამოწვევებად რა გესახებათ თქვენ? ეს კითხვა აქვთ ქუთაისში და მეორე კითხვაც აქვთ და აქვე ვიტყვით. თუ შეიძლება, აი ქუთაისიდან გვეუბნებიან იმას, რომ ქართველი პოლიტიკოსები ძალიან მარტივად გვპირდებიან, რომ დავარეგულირებთ აფხაზეთთან კონფლიქტს, ოსეთთან კონფლიქტს და კითხვა აქვთ ესეთი ქუთაისში. მათ არ იციან, რამდენად რთული და კომპლექსურია ეს პრობლემა თუ გვატყუებენ. ეს შეკითხვა აქვთ. მაშინ პირველიდან დავიწყებ. იმიტომ რომ ადვილი გასაცემი აღბატყო. საქართველოს რუსეთის ურთიერთობებს რაც შეეხება. ეხლა რო დავაკვირდეთ არა, ძალიან სახიფათო სიტუაცია ზოგადად. ამიტომ მე განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც შეიძლება ცალკეულ რაღაც საკითხებთან მიმართებაში კონდეს კითხვები, კრიტიკა ქართული ოცნების პოლიტიკასთან მიმართებაში, მაგრამ რუსეთ აი ამ კომპონენტ. ფუნდამენტური, თქვათ, ანტაგონიზმი ამ კონფლიქტ ამ მიდგომისადმი არ მაქვს, იმიტომ რომ სხვას ვერაფერს ვერ ხედავ. რა შეიძლება იყოს ალტერნატივა, მადლობა. რა შეიძლება იყოს ალტერნატივა, იმიტომ რომ იმდენად აგრესიულ ფაზაში არის შესული რუსეთი. ანუ ზოგი აი მე მომისმენია ხშირად, რომ ხო და აბა რა ეხლა აი რიტორიკა რო ქონოდა ძველებური, რა ეხლა რას გვიზავდნენ და აგერ რა ხდება უკრაინაში. და ცოტაა მაგალითი იმისა, რას შვებია და რა მიზეზის მოძებნა რტული იქნებოდა რაღაცაზე საქართველოს წამოკიდების. ანუ უნდა ვეცადოთ, სადამდეც ასე თქვა შეიძლება კომპრომისებით რაღაც საკითხების გატანა. ეს არ არის რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში პრობლემის მოგვარების გზა. ასეთი რეცეპტები არიდება, ანუ საერთოდ რეალურ პოლიტიკაში ეს არ არის, რომ აი ეს არის საბოლოო მიზანი. არ ხდება ეს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი და რუსეთთანაც და ბევრთან გვექნება სრულიად სხვა როგორც ის თქვა დიპლომატები ამბობენ negotiation აი მოლაპარაკების ასე ვთქვათ აი სასტარტო პირობები, ხო?
ანუ შენ როდესაც ახარ განვითარებული ეკონომიკურად რაღაც შიდა სტაბილურობა რო გაქვს დემოკრატიის და ჩართულობის გზით განპირობებული ბევრად უფრო ძლიერი ხარ. სად არის თქვათ რუსეთი წარმატებული, რო შევხვდეთ? აი უკრაინის რა ნაწილებში იყო წარმატებული? სად იყო უკრაინა ყველაზე მოწყვლადი? იქ სადაც მას ჰქონდა მის პოლიტიკას ადგილობრივი დასაყრდენი. იმიტომ რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბევრს ჰქონდა განცდა, რომ ისინი გარიყული იყვნენ უკრაინული პოლიტიკისგან. თქვათ, ყირიმში განწყობები მართლაც უფრო პრორუსული იყო ვიდრე პროუკრაინული. ჩვენ რა ამ მიმართულებით ისა გვაქვს პრობლემები მოგვარებული გვაქვს, ეხლა არ არის საჭირო ძალიან ბევრი მოწყვლადი რეგიონი, რას დასახელება უნდა, ძალიან ბევრი მოწყვლადი რეგიონები გვაქვს ჩვენ. ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება პროვოკაციების აგორება და ამ ბათუმაც ხო კარგად გვიჩვენა რაოდენ მარტივად შეიძლება რაღაცეების გაკეთება თუ საჭირო გახდა. შესაბამისად მე ამას უყურებ ცოტა გრძელვადიან ქართულ რუსულ პოლიტიკას. ის არ უნდა კონდეს ილუზია, რომ ეხლა აფხაზეთის და ოსეთის დეოკუპაცია მოხდება დღეს, ხვალ ან თუნდაც 5 ან 6 ან 10 წელში სამწუხაროდ. ეს არის გრძელვადიანი პრობლემები. ამასთან ერთად მოგვიწევს ჩვენ ცხოვრება. ყველას ჩვენ გვაქვს რაღაცა ჩვენი პრობლემები, ხო? რაღაცეებთან ერთად ცხოვრება გვიწევს იმასთან მუშაობა, რაღაც გრძელვადია, შეიძლება მკურნალობა არ ვიცი, შეიძლება არც იმკურნებოდეს რაღაც. ანუ ეს არის ძალიან არ არის ილუზია იქნება, რომ ხა ვიღაცამ თქვას, რომ მე მაქვს რეცეპტი, აი ამას როგორ გადავწყვიტავ. ჩემი აზრით სტრატეგიული ამოცანა უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში და საერთოდ სამეზობლოში მაქსიმუმ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, იმიტომ რომ უკვირდებით, ხო, ანუ თუ არ არის მშვიდობა და სტაბილურობა შეუძლებელია განვითარება. ანუ აი ეს ზღაპრები ისრაელთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ისრაელი, იმიტომ ხშირად ვსმენი ადრე, რომ ისრაელი არის სახელმწიფო, რომელიც ომობს და თან აგერ როგორ აშენებს. ჩემი არგუმენტი არის ხოლმე მანდ, რომ თუ 7 მილიონ ქართველს უარა ვარ 7 მილიონი, მაგრამ 7 მილიონ ქართველს სადმე მოუწყობენ, ასე ვთქვათ, ხოცვა-ჟლეტვას, მაშინ კი ექნება სამყაროს იგივე სახის პასუხისმგებლობები, როგორიც აქვს ისრაელთან მიმართებაში და სამხედრო თვალსაზრისით თუ ეკონომიკური თვალსაზრისით დაგეხმარებიან ისევე, როგორც ისრაელს და მერე იომე და ისროლეს აზრია, თუ თქვათ ეს არის შენი მიზანი. და F რაღაცას, რომელსაც ამერიკის შეიარაღებულ ძალებს რამოდენიმე აქვს, ერთ-ერთ პირველს მოგიტანენ და შენ მოგცემენ, იმიტომ რომ აქვთ იციან, რომ აქვს ძალიან ბევრი, თქვათ, შეცდომები შენთან მიმართებაში სამყაროს დაშვებული და ჩვენთან მიმართებაში ესეთი შეცდომები იმედია არც არასოდეს არ დაუშვებენ. და თითქმის არ არსებობს ეს სახელმწიფოები, რომლებიც ესე ვთქვათ, გრძელვადიან და პატარა სახელმწიფო ომობენ და თან კარგად ცხოვრობენ. ანუ შეუძლებელი ისეთ ქვეყანასაც კი, რომელიც თურქეთი არის აგერ და სამეზობლოში შეექმნა პრობლემები და დევნილები მიიღო და ასე შემდეგ, ხო? რა ტიპის ეკონომიკური სახის პრობლემები აქვს უამრავი. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მაქსიმალურად სულ მცირე სტატუს-კვოს შენარჩუნება და დროის მოგება იმისათვის, რომ ყველას, თქვათ, პოტენციური იქნება ეს სიტყვა ინვესტორი აღარ მიყვარს რა, ბოლო დროს ვიღაცა, ვისაც, თქვათ, საქართველოში ფულის ჩადება მოუნდება, ან საქართველოში სწავლა მოუნდება, ან რაღაცა მოუნდება საქართველოსთან მიმართებაში, არ ექნება განცდა, რომ იქ ხო ომია, იქ ხო კონფლიქტია, ისვრიან, კლავენ, არა, ესე ვერ განვითარდებთ. ამიტომ მშვიდობიანად უნდა რაღაცა მოლაპარაკებებით, დისკუსიით, დარწმუნებით, საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებითაც თუ საჭიროა, სხვანაირად მე ვერ ხედავ საქართველოს პოლიტიკას და მეორე კითხვა ქონდათ ამ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით. რამდენად ისინი რო გპირდებიან ამ კონფლიქტების დარეგულირებას და ასე შემდეგ, ეს არის მათი ზედაპირული შეფასებიდან გამომდინარე თუ პირდაპირ, ასე ვთქვათ, ცდილობენ ჩვენს მოტყუებას საარჩევნო ხმების მოხვეჭის მიზნით. ეს შეგვიძლია. არის ძალიან სხვათა შორის ორივე პასუხი. რატო იცით? აი ხა უკვე მართა ხა აღარ დავიწო, მოკლედ
წლები არის მართლა ამ სფეროში ვარ და მაქვს პოლიტიკოსებთანაც შეხება. და მინდა გითხრათ რომ ორივე პრობლემა. ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაიმე მნიშვნელოვან ცოდნას და ექსპერტიზას ან თითქმის არ შევხვედრი ვარ ჩვენ ქართულ პოლიტიკური ელიტაში და ძალიან ცოტა ადამიანი რომ საერთოდ ფიქრობდეს ამ მიმართულებით და კონდეს მართლა ცოდნა რაღაცაზე, რაღაც ემპირიაზე დაყრდნობილი ცოდნა, თუნდაც პირად რაღაც გამოცდილებებზე და მეორე კომპონენტი მაინც შემცირდა მოტყუებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მართა ეხა მოხდა ჩანაცვლება, სოციალური, ეკონომიკური თემები წამოვიდა წინ, ყველა ხვდება რომ ეს კონფლიქტი არ არის დღეის და ხვალ, ანუ ვეღარ მოატყუებ რა შენ საზოგადოებას, აღარავის აღარ ჯერა, ხა? თან იმდენად შეიცვალა სამხედრო ბალანსი რეგიონში, რომ ნუ ეხლა რო უთხრა რომ მე ეხლა ამ რუსებს ეხლა სულ კინცის ყრით გავყრიო, ნუ არავინ არ დაგიჯერებს. ამიტომ ერთადერთი ვინც ამაზე საუბრობს ხოლმე არის რაღაც ეგრეთ წოდებული პრორუსული, თქვა, თუმცა, ნუ ასე ვთქვა, ანტიდასავლური, ან ნაკლებად სკეპტიკურად განწყობილი ხალხი, იქ არის ლოგიკა, რასაც ისინი ამბობენ, იმაში მართლაც თუ ვინმე დღეს თუ ვინმე შეუძლია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის არა იმ სახით, მაგრამ რაიმე სახით აღდგენა მართლაც რუსეთი არის, უბრალოდ მეორე ნაწილზე არ ამბობენ ხოლმე ისინი. ანუ კი შეუძლია, მაგრამ რის ფასად? ფასი რა არის? ფასი არის ის, რომ საერთოდ უარს ამბობ სუვერენიტეტზე. ანუ შენ დაიბრუნებ ტერიტორიებს, ანდა შეიძლება დაიბრუნო ტერიტორიები, თუ იტყვი უარს რეალურად საკუთარ სახელმწიფოებრიობაზე. აი ამ ნაწილზე არ არის საუბარი, მე მაგალითად არ მაწყობს ეს ასე ვთქვათ შეთანხმება, ეს сделка. ანუ არ მაწყობს, იმიტომ რომ მირჩევნია რომ ნუ ესე იყო და სახელმწიფო იყო რაღაცა პერსპექტივა მქონდეს, ვიდრე არ ვიყო სახელმწიფო რა, არც პერსპექტივა არ ქონდეს, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ უნდა დავაბრუნოთ, ანუ რა შემთხვევაში და ბოლო ის იყოს, რა შემთხვევაში აი ახლა შევდივართ თქვათ კრემლში. და ქართველები ვეფიცებიან რომ ერთგულებას და ასე შემდეგ. ჯერ რა ქართველებს, რა თქმა უნდა, არა. რატო უნდა დაუჯეროთ ქართველებს რა? ერთხელ და ორჯერ გადაგვიგდია ერთმანეთი რომ დაუჯეროთ? ნუ არ ვჯერა. აი რას გვეუბნებიან? ნუ ერთგულები ხართ? ძალიან კაი. დაამტკიცეთ რომ ერთგულები. როგორ უნდა დაამტკიცოთ? როგორ უნდა დაამტკიცოთ და ერთი უარი თქვით ნატოზე, ევროკავშირზე, ხო? გაცხადებულად უარი თქვით, რაღაცას ხელი მოაწერეთ, რაღაც ნეიტრალური სახელმწიფო ან რაღაცა. მეორე განათავსეთ ჩვენი სამხედრო ბაზები თქვენ ტერიტორიაზე. რა შეგჭირდებათ ეგ? ჩვენ დაგიცოთ, რა. თავ ბაზები ჩვენი დავაბრუნოთ, კი ბატონო. მერე გაწევრიანდით კაცო, აგერ რა თქინდათ იმ ნატოში და აგერ არის ოდკბ, ევრაზიის კისაიუს რაღაცები, ხო? ამ ყველაფერში გაწევრიანდით და მერე საპატრიარქოც გავაუქმოთ ჩვენ. არა, ეგეც ახლა შეიძლება შევიდეთ და მერე ვილაპარაკოთ აფხაზეთზე და ოსეთზე. მერე ვილაპარაკოთ, რა ვიცი, აი აფხაზებსაც დავეკითხებით, ოსებსაც დავეკითხებით, იქნებ არ უნდათ, აბა მოველაპარაკოთ, რაღაცა იქნებ ფედერაცია, კონფედერაციაზე შეთანხმდეთ რაღაც ფორმით და ნუ მართლაც რაღაცა კონფედერაციის ფორმა შეიქმნა და როგორცვე გვერდით გაიხედები, ისე მოგძვრება ეს აფხაზეთი აქედან და ოსეთი, იმიტომ რომ ყველა, ასე ვთქვათ, ბერკეტი იქნება, ანუ აი ამ ტიპის ტერიტორიული მთლიანობა, მართლა ახლა მისაუბრია ბევრთან, იქეთ მხარესთან და შესაძლებელია, კი. ანუ ჩვენი გადასაწყვეტია, საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ, გვაწყობს ეს? თუ არ გვაწყობს. რავი, ჯერჯერობით თანხდებით თითქოს და რომ არ გვაწყობს. და იმედია მომავალში ჩეთა. აი მართლა ბოლო კითხვა დავსვათ, რომ არ კი ბატონო. მაშინ დავასრულოთ, დიდი მადლობა ბატონ გიორგი ჩვენთან მოსვლა. ძალიან საინტერესოა.